მოგესალმებით. თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ვისაუბრებთ კიბერუსაფრთხოებაზე და იმაზე თუ როგორ შეცვალა კიბერგანზომილებამ სადაზვერვო და სამხედრო საქმიანობა. ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩვენ სტუმარს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში მუშაობის. დღეს ჩვენი სტუმარი არის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო გოცირიძე. ვიდრე გადავიდოდეთ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება, ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. თითოეული თქვენი ინტერაქცია გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი არხი და ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც თქვი, დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. მინდა რომ ეს ეპიზოდი იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი წინა საერთო ეპიზოდის გაგრძელება, თავდაცვის და უსაფრთხოების სპეცსამსახურების მიმართულებით, ოღონდ ახლა უფრო გავაღრმაოთ და ვისაუბროთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კიბერუსაფრთხოებაზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე ჩვენ ყოველდღიურ უსაფრთხოებაში ერთის მხრივ და მეორე გლობალური საერთაშორისო გეოპოლიტიკური თამაშების ფარგლებში. ამისათვის ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ჯერ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს აუხსნათ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კიბერზე, კიბერგანზომილებაზე, კიბერომებზე. რას გულისხმობთ ამ ტერმინში? მოგესალმებით, მართლაც ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ უკანასკნელი რამდენიმე დეკადის მანძილზე კიბერსივრცე თანმიმდევრულად გადაიქცა დაპირისპირების დომეინად და თუ მას სულ რაღაც 10-15 წლის წინ დაპირისპირების ახალ დომეინს ვეძახდით, თუ არ ქმევდით სამხედრო სფეროში ჩახედული ადამიანები, ზღვა, ჰაერი, ხმელეთი და კოსმოსის საოპერაციო სივრცეებთან ერთად, დღეს მას ახალს ვეღარ დავარქმევთ, იმიტომ რომ ცალკე აღებული როგორც ასეთი კიბერსივრცე თითქმის უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ კიბერსივრცე არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების არეალი, განსაკუთრებით ამას ყველაფერს ხელი შეუწყო პანდემიის დროს მზარდმა დიგიტალიზაციამ ნებისმიერი პროცესის და თუ შევხედავთ დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად ყველა პროცესი, სოციალური, საგანმანათლებლო, პოლიტიკური, კრიმინალურიც კი კიბერსივრცეშია უფრო მეტად გადასროლილი და ეს კიბერსივრცე განსაკუთრებით მობილური ხელსაწყოების განვითარებასთან ერთად უკვე ჩვენი ყოველდღიური თანმდევია ჩემი ახალგაზრდობის კომპიუტერულ სისტემაში, ჩემი ახალგაზრდობის კიბერსივრცეში, ჩვენ თუ წვდომა გქონდა მარტო სტაციონარულად დამაგრებულ კომპიუტერთან, სადაც უნდა მივსულიყავით და პერსონალური კომპიუტერებიც კი არ არსებობდა, მაგრამ პერსონალური კომპიუტერის პირობებშიც კი გარკვეული საათები ვიყავით, თქვათ კიბერსივრცეში და დანარჩენი ვოპერირებდით ჩვეულებრივ. დღეს მობილური ტელეფონის განვითარებასთან ერთად, რადგან მრავალი ფუნქცია შეიძინა, უკვე კიბერსივრცე ჩვენი მუდმივი თანმდევია. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი მოქმედება ჩვენი დაკავშირებულია კიბერსივრცესთან და ეს კარგია, ბუნებრივია ბიზნესის წარმოებისთვის, საკითხების გადასაჭრელად, მობილურობისთვის, ჩართულობისთვის, თუმცა გარკვეულ მოწყვლადობებსაც წარმოშობს, იმიტომ რომ თუ ჩვენი აქტივობა მზარდად არის დაკავშირებული კომპიუტერულ სამყაროსთან, ციფრულ სამყაროსთან, თავისთავად ცხადია, ციფრული სამყაროს გათიშვით ეს მობილობა მცირდება და ეს არის კიბერსივრცის ერთ-ერთი პარადოქსი, კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი პარადოქსი, რაც უფრო გაციფრულებულია ქვეყანა, ანუ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, იმიტომ რომ გაციფრულება განვითარებას ნიშნავს დღევანდელ სამყაროში, მით უფრო მოწყვლადია კიბერსაფრთხეების მიმართ. ჩვენ ამის მაგალითებს ჩვენ საუბარში მოვიყვანთ, ბუნებრივია, მაგრამ ისევ კიბერსივრცეს რო დაუბრუნდეთ, სწორედ აი ამ კიბერსივრცის ამ მახასიათებლებით სარგებლობენ
არა მარტო პოზიტიური აქტორები, ასე ვთქვათ, ბიზნესმენები, ვთქვათ, სახელმწიფოები და ამ შემდეგ, არამედ დესტრუქციული აქტორებიც, როგორიც არის მაგალითად კიბერკრიმინალი და ისინი ციფრულ სამყაროში გვპარავენ ერთის მხრივ ფინანსურ აქტივებს, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა ასევე გაციფრულებულმა ჩვენმა მონაცემებმა, იმიტომ რომ პერსონალური მონაცემები იმდენად ძვირად ფასობს და იმდენად ინტენსიურად გამოიყენება უკვე შემდგომი კრიმინალისთვის, რომ ელემენტარული გაციფრულებული სახელმწიფოს მოქალაქის პირადი ნომერი ან სოციალური ნომერი შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო მრავლის მთქმელია, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 20 წლის წინ და შორეულ წარსულში. ამას გარდა ბუნებრივია საბანკო სექტორის, ჰოსპიტალური სექტორის, ენერგეტიკის, ავია ან ლოჯისტიკური სატრანსპორტო მიმართულებების დამოკიდებულება ციფრულ სამყაროზე ახალი მოწყვლადობები წარმოქმნა ამ პოზიტივთან ერთად და ზოგადად კრიტიკული ინფრასტრუქტურის მზარდი დამოკიდებულება კიბერსივრცეზე, ოპერირება კიბერსივრცეზე განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოებიც აქტიურად იყენებენ აი ამ უკვე კიბეროპერაციებს გეოპოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად, გარკვეულ კონტექსტში სამხედრო უპირატესობის მისაღწევად, ასევე იმგვარი ოპერაციებისთვის, რომელიც გარკვეულ გავლენას აძლევს მათ მოწინააღმდეგეზე, იქნება ეს ინფორმაციის მოპოვება, თუ გნებავთ თქვათ იგივე ისეთი პროცესების გამოწვევა, რომელიც რაღაც გარკვეულ გეოპოლიტიკურ უპირატესობას ანიჭებს. ამით მას მოწინააღმდეგესთან მიმართებაში. ამიტომ ვამბობთ, რომ კიბერსივრცე არის საოპერაციო დომეინი, მეხუთე საოპერაციო დომეინი, მეხუთე დაპირისპირების მეხუთე სივრცე, თუმცა დღეს უკვე კიბეროპერაციები და ეს ნეიროტექნოლოგიებთან სოციალური ქსელების და კიბერსივრცის შეუღლება უკვე გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ, რომ არსებობს დაპირისპირების მეექვსე დომეინიც, ეს არის კოგნიტიური დომეინი, რომელიც მინიმუმ 2020-იანი წლების დასაწყისიდან სახეზეა და კიბეროპერაციებიც არა მხოლოდ ტექნიკური ეფექტის მისაღწევად გამოიყენება, როგორიც არის სერვისის მოშლა, შეფერხება და ასე შემდეგ, არამედ კოგნიტიური ზემოქმედებისთვისაც, რაც ნიშნავს ფსიქოლოგიურ ეფექტს, აღქმების შეცვლას, განწყობების გაღვივებას ან პირიქით შემცირებას და გარკვეული სოციალური ფენების, ზოგიერთ შემთხვევაში კი მთელი სახელმწიფოების, მოსახლეობის, მოქალაქეების ან მთავრობების წინასწარ გათვლილი მოქმედებების განსაზღვრასაც კი, რადგან ზოგიერთი სახელმწიფოს არსენალში, რუსეთი მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში, ძველმა არაციფრულ სამყაროზე გათვლილმა რეფლექსიურმა კონტროლმა და აქტიურმა ღონისძიებებმა კიბერსივრცის შემოსვლასთან და გააქტიურებასთან ერთად ახალი სუნთქვა შეიძინა და გაცილებით უფრო ბრუტალურია, გაცილებით უფრო მეტი შეღწევის არეალი აქვს ამგვარ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და ხშირ შემთხვევაში ისინი ახერხებენ წინასწარ განაპირობონ სამიზნე აუდიტორიის ქცევა და ეს სამიზნე აუდიტორია ზოგჯერ მთელი სახელმწიფოს მოსახლეობის ერთი მსხვილი ნაწილი სოციალური ფენად შეიძლება იყოს. კი ბატონო, ამას ერთადერთს დავამატებ, ჩვენ როდესაც სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ვკითხულობდით, მე ყოველ შემთხვევაში ვკითხულობდი ლექციებს, სამიზნე აუდიტორიის მიმართულებით, ანუ ვადარებდით, როგორ ხდებოდა სამიზნე აუდიტორიის ანალიზი, მაგალითად, წინა საუკუნეში და როგორ ხდება ეხლა. და სოციალური მედიები Facebook-ი იქნება, Twitter-ი თუ Google-ი თვითონ ბევრმა არ იცის, მაგრამ Google-ი იმ დონეზე არის დიდი სარეკლამო კომპანია, რომელიც ყველა ჩვენს ინფორმაციას აგროვებს. ერთი პერიოდი შესაძლებელიც იყო გენახა Google-ს როგორი პროფილი ქონდა შენი, ანუ იქ ეწერა პირდაპირ, რომ შენ გიყვარს ეს, სავარაუდოდ და
ანუ ამ დონეზე აგროვებენ ინფორმაციას და მაშინ როდესაც მუდმივი კვლევები იყო საჭირო, მუდმივი ჩართულობა იყო საჭირო, ეხლა ძალიან მარტივად ხდება სამიზნე აუდიტორიის შერჩევა თან იმ დონეზე, როდესაც ჩვენ თვითონაც შეიძლება ვერ გავიაზროთ ისეთი რაღაცები იცოდეს სოციალურმა მედიამ, შემჩნეული გქონდეს ალგორითმს ჩვენს შესახებ და ეს რადიკალურად ცვლის კოგნიტურ განზომილებასაც და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე და აქედან მინდა გადავიდეთ უფრო კონკრეტიკაზე, რომ მაგალითად დავიწყოთ სამხედრო მიმართულებით. ამ კიბერგანზომილებამ რა შეცვალა სამხედრო მიმართულებით? რა თავსატეხები გააჩინა, რა უპირატესობები შექმნა და რა არის დღესდღეობით ამ კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით სამხედრო განზომილებაში გასათვალისწინებელი? ზოგადად კიბეროპერაციები და მათი მეტნაკლები გამოყენება სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად, ზოგადად პოლიტიკური ამოცანების და მათ შორის სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად სათავეს იღებს დაახლოებით 2007 წლიდან ესტონეთზე განხორციელებული რუსული კიბერთავდასხმა ითვლება პირველ მაგალითად პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმების, თუმცა იქ სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა და ამას ჩვენ სხვა მოქმედების მაგალითად განვიხილავთ, მაგრამ სულ რაღაც 20 წელს ითვლის საერთო ჯამში, ხო, ამგვარი პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული კიბეროპერაციები და ერთ-ერთი პირველი საქართველო იყო. აი ამ 20 წელმა გამოაჩინა, რომ უშუალოდ სამხედრო მოქმედებებისას კიბეროპერაციების შედეგი ცოტა გადაჭარბებულია. უშუალოდ სამხედრო მოქმედებებისას, რადგან სამხედრო მოქმედებებისას როგორც წესი მოწინააღმდეგის მიმართ ორი ძირითადი ამოცანა შეიძლება კონდეს სახელმწიფოს, ხო, მტრულად განწყობილ სახელმწიფოს. ერთი ეს შეიძლება იყოს მისი სამხედრო ძალების ბრძოლის უნარიანობის შესუსტება, დაქვეითება და მეორე შესაძლებელია ეს იყოს საბრძოლო მოქმედებების მიმართ განწყობების შეცვლა, მოსახლეობის, მოქალაქეების თავდაცვის უნარიანობის ან თვითონ ეს სამხედრო სულისკვეთების დადაბლება, რაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური ოპერაციების კოგნიტიურ სფეროს მიეკუთვნება, ბუნებრივია, იმიტომ რომ ტექნიკურ შედეგზე ორიენტირებული კიბერშეტევით ეს ნაკლებად მისაღწევია. ორივე ეს კომპონენტი უშუალოდ სამხედრო მოქმედებებისას კიბეროპერაციებით ვერ მიიღწევა, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში სამხედრო ძალები, თავდაცვის ძალები მოქმედებენ უაღრესად დაცული სამხედრო ინფრასტრუქტურით და იქ კიბერკომპონენტით შეღწევა ფაქტიურად შეუძლებელია, იმიტომ რომ კიბერკომპონენტი მძლავრია ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემების ზემოქმედების დროს და მოგეხსენებათ სამხედრო ქსელები ინტერნეტთან კავშირს არ ინარჩუნებენ, განსაკუთრებით საბრძოლო მოქმედებებში აბსოლუტურად ავტონომიურად მოქმედებენ და შეუძლებელიც კია იქ შეღწევა და მეორეს მხრივ რაც შეეხება საბრძოლო სულისკვეთების დაცემას, ის უფრო ეფექტურია ან საბრძოლო მოქმედებების წინა პერიოდში, ან უფრო რაღაც გარკვეული პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებით. პოლიტიკური პროცესები სამხედრო მოქმედებებისას ფაქტიურად მკვდარია, განწყობები, რომელიც შეიძლება იწვევდეს დემონსტრაციებს, გამოსვლებს და ასე შემდეგ, ამ დროს ძალიან მკაცრად კონტროლდება ომში მყოფ სახელმწიფოში, ამიტომ განწყობების შეცვლა ამ დროს დიდად შედეგის მომტანი არ არის. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ კიბეროპერაციები ძალიან წარმატებულია წინასწარი ერთგვარი სამხედრო ტერმინი რო ვიხმაროთ საარტილერიო მომზადებისთვის ვთქვათ, ხო? აი შეჭრის წინა, ვთქვათ, დემორალიზაცია, შეჭრის წინა ინფორმაციის მოპოვება კიბერშპიონაჟის მეშვეობით და ამის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტები არსებობს. ასევე იმ განწყობების შექმნა, რომელიც შესაძლოა კაპიტულაციისკენ უბიძგებდეს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს. ასევე შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებები, ძირისგამომთხრელი მოქმედებები პარტნიორებთან ურთიერთობისას, რომ შეფერხდეს, ვთქვათ, ესეთი სამხედრო, პოლიტიკური, თუნდაც ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რაც აიძულებს მოწინააღმდეგეს ამ შემთხვევაში სამიზნე ქვეყანას კაპიტულაციისკენ ან მისთვის წამგებიანი ფორმით ზავის მიღწევისკენ. მაგალითად, სამხედრო ოპერაციების მხარდამხარ ჩვენ მაგალითებით რომ ვისაუბროთ და სამწუხაროდ შორს წასვლა არ გვიწევს, მაგალითები ძალიან ბევრია საქართველოშიც, სამხედრო ოპერაციებთან შეუღლებული კიბერ შეტევების პირველი
პრეცედენტი სოფლიოს საქართველოზე განხორციელებული თავდასხმით მიეცა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც შემოჭრამდე ცოტა ადრე და მთელი შემოჭრის პერიოდში რუსეთმა განახორციელა კარგად ორგანიზებული კიბეროპერაციები საქართველოს წინააღმდეგ და ცოტა ტექნიკურ სფეროსაც რომ შევეხოთ მოყვარულის დონეზე, ბუნებრივია ეს შეტევები გახლდათ ეგრეთ წოდებული DOS შეტევები და Defaces ტიპის შეტევები, რას ნიშნავს თითოეული მათგანი? DOS შეტევა ნიშნავს, როდესაც სამიზნე კომპიუტერული სისტემისკენ მიემართება ხელოვნურად ძალიან გაზრდილი მოცულობის საინფორმაციო ნაკადი მოთხოვნა, რაც იწვევს გადატვირთვას ამ არხებისას და ერთადერთი გზა რჩება, რომ არხები გავთიშოთ. ან თვითონ გაითიშება გადატვირთვის შედეგად, ან ჩვენ გავთიშავთ. Deface ნიშნავს ვიზუალის შეცვლას, გვერდის ვიზუალის შეცვლას, ვებგვერდის ვიზუალის შეცვლას, ჩვენთვის სასურველი ვიზუალით, მაგალითად, თუ კი რომელიმე სამინისტროს საიტს შევცვლით და მასზე გამოვაქვეყნებთ, ხშირად იყენებენ ჩვენთვის სასურველი მესიჯების გასავრცელებლად. იქნება ეს შემაშინებელი, დამთრგუნველი თუ შეურაცხმყოფელი აბუჩათამგდები, სხვადასხვა სახის. რა მოხდა საქართველოში? საქართველოში 2008 წელს რუსეთმა განახორციელა Deface ისე რომ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა სხვადასხვა ვებგვერდზე შემოსეს ნაცისტური სიმბოლიკით, მესამე რაიხის სიმბოლიკით და მათთან ერთად გამოვაქვეყნეს ალუზიის შესაქმნელად მე-20 საუკუნის დიქტატორების ფოტოები, მათ შორის მუსოლინის, სადამ ხუსეს სხვათა ფოტოები, ხოლო რაც შეეხება DOS შეტევას განხორციელდა შეტევა ეს გადატვირთვის შეტევა ქართული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მიმართ. მაშინ ინფორმაციის ინფრასტრუქტურა იმგვარი არ იყო, როგორც დღეს არის. მაშინ სოციალური ქსელიდან ინფორმაციას ნაკლებად ვიღებდით. Facebook-ი ახალ შექმნილი იყო და არ იყო ამდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ ხდებოდა საინფორმაციო სააგენტოებიდან ინფორმაციის შექმნა და მისი მომხმარებელი შემდგომ იყო ფართო აუდიტორია, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურები. სწორედ აქ მოხდა შეტევა რუსთავი 2-ის საიტი, მაშინდელი ფლაგმანის ამ საინფორმაციო ინფრასტრუქტურის, ასევე საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტები გაითიშა ამ შეტევების შედეგად, რითაც საქართველოს მოაკლდა შესაძლებლობა გაევრცელებინა რეალური ნარატივი, რაც ხდებოდა რეალურად, რომ რუსეთმა განახორციელა შემოჭრა საქართველოს წინააღმდეგ, რომ ეს აგვისტოს პირველივე რიცხვებიდან ხორციელდებოდა დაბომბვები და არანაირად 8-ში შემოჭრას და მით უმეტეს ქართულ მოქმედებებზე რუსეთის საპასუხო შემოჭრას თავის დავაცხადია ადგილი არ ქონია. ამის საპასუხოდ რუსეთმა დაიწყო საკუთარი ნარატივის გავრცელება 2000 მოკლული ოსი მოქალაქის შესახებ, რომელთა საფლავები შემდგომ არც აღმოჩნდა და არც არასდროს დადასტურებულა, მაგრამ აგერ უკვე 20 წელია თითქმის გასულია და ჯერ კიდევ აქტიურია მაშინ ესე ჩაბუდებული ნაღმები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთი შეხედვით ეს უწყინარი უმტკივნეულო Deface ეგრეთ წოდებული ნაცი ლეიბლინგი, ხო, ნაცისტური იარლიყის მიკვრა, რაც ეს იარლიყის მიკვრა რუსული აქტიური ღონისძიებების ჯერ კიდე 70-იან წლებში საყვარელი მეთოდია, ეს ახალი არაფერია რა არის, ახალი კიბერსივრცეა ახალი. მაშინ თუ ეს გაზეთში უნდა დაეწერათ რუს მზვერავებს და წაიკითხავდა 5-10 ადამიანი და ბევრი არ მიაღწევდა ადრესატს, ახლა ინტერნეტით ამას მილიონობით, ანუ შეღწევის არეალი გაფართოვდა და მერე ზემოქმედება ნეირონებზე, იმიტომ რომ სად ახლა სოციალური ქსელის ზემოქმედება და სად გაზეთში დილას წავიკითხე ყავაზე და საღამოს აღარ მახსოვს, მაგრამ ამას ყოველდღე ამოგვიხდება ხოლმე, ხო? და ახლაც მოქმედია ეს ნაცი ლეიბლინგი, სხვადასხვა ეს ნაცი ლეიბლინგი უკრაინაში, აი 2022 წლის ზუსტად იგივეა ვორდინგი. შეიძლება შეიცვალა უბრალოდ აუდიტორიის გემოვნებიდან გამომდინარე, თორე ახლა უკრაინის ხელისუფლებას რას აბრალებენ, რა კლიშეს ქვეშ მიმდინარეობს, რა სლოგანი, დენაციფიკაცია, ხო? ფაშისტებს ებრძვის დიდი რუსი ხალხი და საბჭოთა ქვეყნები, მოძმე საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა მათ გვერდში უნდა დაუდგნენ, რომ იქაკეთებს ბმულს, ლინკს, რომ აი საერთო გამოცდილება გვაქვს ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის, აქ უნდა დამეხმაროთ, მაგრამ მაშინ ეს ჩვენთვის არ იყო ცხადი. კი, ეხლა რო გამოქვეყნდა 28 პუნქტი, რაზეც ეხლა საუბარი მიდის, იქაც ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნაცისტურ იდეოლოგიაზე. აუცილებლად იქნება. ეს პირდაპირ ევიდენსია, რომ რუსეთი
ესეთი ფარული მეთოდებით უხილავ ფრონტზე ერევა აი ამ პოლიტიკური პროცესების, ასე ვთქვათ, შემუშავებაში. ბუნებრივია ეს ასეც არის, აქ დასაძრახი არაფერია, ცუდი ის არის, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ ხდება და ჩვენ ამის იმუნიტეტი უნდა გქონდეს. ისე რომ დაუბრუნდეთ 2008 წელს აი ეს ფსიქოლოგიური ეფექტი გაცილებით უფრო მეტი იყო ვიდრე ტექნიკური ეფექტი საიტების გათიშვისა და მე ამის დასადასტურებლად მოვიყვან ერთ ციფრს მარტო საქართველოში ინტერნეტის პენეტრაცია 2008 წელს გახლდათ 7%. ეს ნიშნავს რომ 100-დან 7 მოქალაქე იყენებდა ინტერნეტს და ისედაც რუსთავი 2-ზე გნებავთ ქართულად და გნებავთ ინგლისურად გამოქვეყნებული ქართული ნარატივი სულაც რომ არ გათიშულიყო. ეს საიტები საერთოდ ვერ შექმნიდა ამინდს მსოფლიო საინფორმაციო ქსოვილზე, იმიტომ რომ რუსებს აქვთ საზარელი ინსტრუმენტები ინფორმაციის გავრცელების, ამას ვერც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აუვიდოდა და ვერც ვერავინ საერთაშორისო პარტნიორების დახმარების გარეშე. აბა რისთვის განახორციელეს კიბერშეტევა, მათაც ხომ იცოდნენ ეს ყველაფერი, სწორედ იმისთვის რომ ეს ნაცისტური კლიშე ჩაბეჭდილიყო, ეს არსებულიყო, იმიტომ რუსული სადაზვერვო პოლიტიკა ხო 2 წლიანი არ არის და 3 წლიანი. აი უკრაინაში ახლაც იგივე გამოიყენება. გემოვნების სახეცვლილებით უბრალოდ დღეს აუდიტორია ცოტა სხვანაირია და ისტორიულ კლიშე ზუსტად ერთი და იგივეა და კიდევ ერთი იმისთვის რომ გამართლებულიყო რუსეთის შემოჭრა. იმისთვის რომ დამკვიდრებულიყო აი ეს თესლი ჩავარდნილიყო რომ საქართველოს სცადა იქ ოპერაციის ჩატარება, რის გამოც იძულებული გახდა რუსეთი მშვიდობის იძულება მშვიდობისაკენ ოპერაცია ჩაეტარებინა, რაც თავისთავად ცხადია მტკნარი სიცრუეა, მაგრამ ამით იმის ჩვენება მინდა რომ აი ეს კიბერშეტევები მიუხედავად იმისა, რომ მათი ტექნიკური ეფექტი არსებობს და სახეზეა, ეხატა საქართველოს პრეზიდენტი და ახლა ხატია მუსოლინი ან ჰიტლერი, ტექნიკური ეფექტია, ცალსახად აღებული, ბანკი გაითიშა, ფული ვერ გასცა, კომპიუტერი დაზარალდა, კინეტიკური ეფექტია, ბუნებრივია, მაგრამ გამოიყენება ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის, იმიტომ რომ თავისთავად იქ სურათის აღდგენა 15 წამშია შესაძლებელი, მე ტექნოლოგიები როცა განვავითარეთ თავდაცვის სამინისტროში 15-20 წამში იყო შესაძლებელი, ბუნებრივია, მაგრამ აი ის მიღებული ეფექტი, რომ თქვათ საქართველოს გაიგივდა, ეს ხო დაისკრინა, გამრავლდა, გადაიცა, ახლაც ტრიალებს, ზოგი კეთილის სურველის მხრიდან, ზოგი პირიქით სპეციალურად, აი ეს ფსიქოლოგიური ეფექტი რჩება და აი იმ ბოროტების ყვავილები დღესაც კი აქტიური და აქტუალურია. ამით იმის თქმა მინდა, რომ აი კონფლიქტებში გამოყენების ეს ეპიზოდი იყო ესეთი პირველი ნიშანსვეტი ამ სამხედრო მოქმედებებთან შეუღლებისა. ამის შემდგომ მაგალითად 2014-16 წლებში უკრაინასთან რუსეთის პირველი ფაზის ომის პირველ ფაზაში რუსეთმა აი პერიოდში ამ 8-9 წელიწადში ძალიან დახვეწა უკვე საკუთარი კიბერშესაძლებლობები და უძლიერესი ღონისძიებები განახორციელა ტექნოლოგიურად ძალიან დახვეწილი უკვე ეჭვს აღარ ბადებდა რომ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მოქმედება საქართველოს შემთხვევაში ესტონეთის შემთხვევაში რუსეთმა მოახერხა ამოფარებოდა აქტივისტების ზურგს ესე იგი იმ ადამიანების ვინც უბრალოდ გაბრაზებით თითქოს და გარკვეული იდეოლოგიური მოსაზრებებით ჩვენ შემთხვევაში ოსი ხალხის თანაგრძნობით თქვათ განახორციელეს ეს შემოჭრა ბუნებრივია იმდენად ემთხვეოდა სამხედრო ოპერაციებს დროში რო წარმოუდგენელია ეს აქტივისტების ყოფილიყო მაშინ გენშტაბის გეგმები უნდა ცოდნოდათ მაგალითად როცა იბომბებოდა სენაკი წინ უძწრებდა თავდასხმა კიბერზე ახლა ეს თუ აქტივისტებმა იცოდნენ ისინი ესე იგი მაინც მათი ჯგუფი ყოფილა ხა გენშტაბის გეგმა თქვენ მოგეხსენებათ შეიძლება პრეზიდენტმაც არ იცოდეს ხო ძალიან ვიწრო წრეში თანხმდება ეს ყველაფერი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტექნოლოგიურად იმდენად არ იყო დახვეწილი რომ ცალსახად რუსულ სახელმწიფოზე ყოფილიყო ლინკი მაგრამ აი 2014-16 წლებში განსაკუთრებით ყირიმის ანექსიისას უაღრესად დახვეწილი malware-ები ესე იგი ვირუსები მავნე პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს მათ შორის წმინდა სამხედრო თვალსაზრისით მოახერხეს მობილური კავშირგაბმულობის მონაცემების მოპარვით სამხედრო წერტილების განსაზღვრა სამხედროების დისლოკაციის წერტილების და შესაბამისად წერტილოვანი დარტყმების მიყენება საარტილერიო დარტყმების ეს შესაძლებლობა მობილურ კომუნიკაციის საშუალებებს ნეგატიურად შესაძლებლობა ბუნებრივია აქვს და ამიტომ არ შეიძლება ჯარში მობილური ტელეფონების გამოყენება განსაკუთრებით სამხედრო მოქმედებებისას. სხვათა შორის საქართველოს 2014-16
წლებში გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა უკრაინის მაშინ ანტიტერორისტული ზონა ერქვა, ოპერაციების ზონა ერქვა იმ ტერიტორიას, სადაც ახლა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და საქართველოს უკრაინაზე უკან არ იყო ამ ყველაფრიდან. ამას გარდა უკრაინაში მოახერხეს რუსებმა ძალიან დახვეწილი მძლავრი malware-ით ელექტროდისტრიბუციაზე თავდასხმა და უკრაინის გარკვეული ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი წინა საახალწლო დღეებში, ზამთრის დღეებში დატოვეს ელექტროენერგიის გარეშე. ეს იყო კიბეროპერაციის პირველი კინეტიკური ეფექტი. როდესაც ხდება კიბეროპერაცია და ამასობაში ითიშება დენი. თუ რუსების მხრიდან ავიღებთ, ისე ზოგადად პირველი კინეტიკური ეფექტი ამერიკელების და ისრაელის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ჰქონდა, როდესაც ეგრეთ წოდებული Stuxnet-ის მეშვეობით ვირუსის დასახელება, malware-ის დასახელება ასეთი, მათ მოახერხეს ირანის ბირთვულ რეაქტორზე ცენტრიფუგების არათუ მწყობრიდან გამოყვანა ფიზიკური გატეხვა და ამას ქვია კინეტიკური ეფექტი, ხო? ანუ ვირუსი, რომელიც malware-ი ერთი შეხედვით არის კოდი, ხო, რაღაც კომბინაცია სიმბოლოების, დანიშნულების ადგილზე იწვევს ფიზიკურ გატეხვას. იმიტომ რომ თქვა ან გადახურება გამოიწვია, ან ბრუნვათა რიცხვის გაზრდა ფიზიკური პროცესების და ასე შემდეგ, მაგრამ აი რუსების მიერ გამოყენებული თან სამხედრო მოქმედებებისას უშუალოდ ეს იყო. Stuxnet-ზე მე მოგვიანებით როცა საბოტაჟს განვიხილავთ, ალბათ გვექნება კიდე შეაძლებლობა, მაგრამ აი 2014-16 წლებში ასევე რუსეთმა თავის კიბეროპერაციებს შესძინა ძლიერი ფსიქოლოგიური მუხტი და ჰიბრიდულ ომში ჰიბრიდულ ზემოქმედებაში, იმიტომ ომი მაინც ცოტა სხვა რაღაცას ქვია, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა მოიპოვა, იმიტომ რომ ფაქტიურად ყირიმის ანექსია კიბეროპერაციების შედეგად მოახდინა ერთი გასროლის გარეშე, რაც რეალურად ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანია, ტერიტორიის მიტაცება, ან სამხედრო შეჭრის შემზადება გასროლის გარეშე და თქვა ტანკების გარეშე, ხო, ფიზიკური ზემოქმედების გარეშე. ყირიმის ანექსიისას გამოიყენეს მაგალითად შანტაჟი, კიბერშპიონაჟის შედეგად მოტაცება, ინფორმაციის მოპარვა, ფაბრიკაცია მაკომპრომეტირებელი მასალების, არჩევნებზე ზემოქმედება 2014-16 წლებში საპრეზიდენტო არჩევნებზე, თქვათ, იგივე აი ეს შეფერხებები საბანკო სისტემაში, ელექტროენერგიის მიწოდებაში და ამ ფონზე ფაქტიურად ყირიმის ადმინისტრაციის და ბევრი სამხედრო დანაყოფის კაპიტულაციაც კი. თანამედროვე უკრაინის ომი უკვე 2022 წელს და ამით რო შევაჯამოთ სამხედრო საკითხებში გამოყენება, თქვათ, კიბეროპერაციებისა, თანამედროვე აი ამ ბოლო შეჭრისას კიბერსივრცის სპეციალისტები და ზოგადად უსაფრთხოების ექსპერტები ელოდნენ კიბერარმაგედონს, იმიტომ რომ 2014-2016 წლებში 2016-18 წლისთვის რუსეთმა უკვე ისეთ სიმძლავრეებს მიაღწია ერთი შეხედვით კიბეროპერაციებში, რომ ძალიან მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელებთან, ან პოლიტიკურ უსაფრთხოების სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ან მოქმედ საჯარო მოხელეებთან საუბრისას დასავლელები ვიყავს ხედველობაში, ისინი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავდნენ, მე პირადად რაც მაქვს მოსმენილი, რომ რუსეთის კიბეროპერაციებს სამწუხაროდ მათ ჯერ ვერაფერი ვერ მოუფიქრეს, იმიტომ რომ რუსეთი უკრაინის პირველი ომის მერე გასცდა უკვე აი ამ კინეტიკურ სფეროს და იქ ევროპის, ამერიკის არჩევნებში ისეთი კოგნიტიური ოპერაციები ჩაატარა, რამაც დიდწილად ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ამერიკის და თუნდაც ევროპის უსაფრთხოებას, როგორც არ უნდა შეფასდეს 2016 წლის არჩევნებში ჩარევა, სხვადასხვა ადმინისტრაცია სხვადასხვაგვარად აფასებს. ერთი ფაქტია, 2016 წლის ამერიკის შეერთებულ შტატების არჩევნებში ჩარევას, რომელიც მარტივი ფიშინგით და მარტივი Facebook-ით გადაწყდა, ამაზეც ვიტყვით შემდგომში როგორ იყო, გამოიწვია 2020 წელს კაპიტოლიუმში შეჭრა. ახლა ვინ იყო მართალი, რომელი გენერალური პროკურორი დემოკრატების თუ რესპუბლიკელების სასარგებლოდ გადაწყვეტს ამ საკითხს, ეს მართლმსაჯულების სფეროა. ფაქტია,
რომ ამერიკის ისტორიაში უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელია არჩევნების შედეგების არც ცნობა და ამის საფუძველზე კაპიტოლიუმში შეჭრა სულ ერთხელ იყო პრეცედენტი ჩვენ დღევანდელ საუბარს ცდება ეგ მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკანასკნელი 40-50 წელი ასეთი რამ არ ყოფილა ეს რომ რუსეთის კიბერპოტენციალის დადასტურება იყო იმიტომ რომ ორ სადაზვერვო დანაყოფს წვდომა ჰქონდა სენსიტიურ ინფორმაციაზე ამერიკის შეერთებული ეს თავისთავად ცხადია თუმცა საბედნიეროდ 2022 წლის შეჭრამდე განხორციელებულმა ოპერაციებმა და შემდგომაც დაადასტურა რომ resilience ხო მდგრადობა მოქმედებს უკრაინამ შეძლო მომზადებულიყო მდგრადობა მუშაობს უკრაინამ შეძლო მომზადებულიყო შეერთებულ შტატებთან ერთად და ასევე საკუთარი ძალების სწორი გადანაწილებით სწორი კიბერსტრატეგიის შექმნით და აი ხლა ვხედავთ რომ რუსული კიბეროპერაციები არა იმიტომ რომ მათ არ უცდიათ, მათ ცადეს და ძალიან ძლავრი მალვეარები გამოიყენეს 2022 წლიდან, თუმცა ვერ შეძლეს ვერც უკრაინელი ხალხის ნებისყოფის გატეხვა და აი ტერორიზება იმ თვალსაზრისით რომ დაწყებულიყო მოქმედება კაპიტულაციისკენ მოწოდებები ვერ მოახერხეს ვერც მეხუთე კოლონის ფორმირება ის რაც შეძლეს ყირიმში სხვათა შორის მწვანე კაცუნების პარალელურად და ვერ შეძლეს თავისთავად ცხადია რაც მოსალოდნელიც იყო უკრაინული სამხედრო მანქანის სამხედრო პოტენციალის შემცირება მათ შორის ვერც სამხედრო მრეწველობაზე, როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით. ეს ფაქტი და აქ არის ესეთი არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ რუსეთმა სცადა. აი ასე არ ყოფილა რომ რადგან ისკანდერებს ისვრის და რადგან არეშნიკს ისვრის ამიტომ კიბეროპერაციები არ უცდიათ. სცადა ყველაფერი, იმაზე უფრო მძლავრი მალვეარი გამოიყენა, ვიდრე ცნობილი ნოტპეცე არის, მაგრამ ვერ შეძლო და ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს რომ კიბეროპერაციების როლი სამხედრო მოქმედებებში ხშირად გადაჭარბებულია, თუმცა რაშიც კიბეროპერაციებს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და შეუცვლელია, ეს გახლავთ საბოტაჟი, ეს გახლავთ შპიონაჟი, ჯაშუშობა, ქართულად და ეს გახლავთ დივერსიები, რომელიც დღესდღეობით აი ამ კოგნიტური სწორედ სფეროს ზრდასთან ერთად დივერსია გახდა new normal ხო როგორც აი საბოტაჟი და ხო ახალი ნორმაა დივერსიები და საბოტაჟი ამას წინათ სწორედ რუკას დავხედე აი უკანასკნელი 4 მონიშნული იყო ხო თემატური რუკა უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ევროპის რომელ ქალაქებში არ განუხორციელებია რუსეთს საბოტაჟი და დივერსიები აი ამ რუსული გრუს და FSB-ს კიბერდანაყოფების მეშვეობით. ამიტომ აი ეს არის შეჯამება, რომ სამხედრო მოქმედებებში ხშირად გადაჭარბებულია, ვერ ახდენს რადიკალურად ცვლილებას, მაგრამ კიბერშპიონაჟი, კიბერსაბოტაჟი და კიბერდივერსია, ან დივერსიაზე დაყრდნობილი კიბეროპერაციებზე დაყრდნობილი საბოტაჟი და დივერსია არის ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან დამაზარალებელი მსოფლიოსთვის. კი ბატონო, არაჩვეულებრივი გადასვლა არის ჩემს შემდეგ კითხვაზე. სამხედროსთან ერთად ამ შესაძლებლობამ გააძლიერა, როგორც თქვით, სადაზვერვო საბოტაჟის მიმართულებით ძალიან სერიოზული შესაძლებლობები შექმნა. გვინდა ინფორმაციის მოძიების მიმართულებით ან უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავების მიმართულებით. როგორ შეცვალა ინტერნეტმა და კიბერგანზომილებამ სადაზვერვო სპეცსამსახურების საქმიანობა? კი ბატონო, მართლაც შპიონაჟში და სადაზვერვო ამ ერთ-ერთ მიმართულებაში თუ ავიღებთ ესე რომ სამივე ეგ მიმართულება დაზვერვის მიმართულებაა, იდეაში შპიონაჟიც დივერსიაც და ესე იგი საბოტაჟიც, აი შპიონაჟი რომელიც არის ერთ-ერთი ესეთი უძველესი მიმართულება დაზვერვის ძალიან გამარტივდა და გახდა უფრო ნაკლებად სარისკო, უფრო ნაკლებად სისხლიანი, მოდით ასე ვთქვათ. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ამბობს, რომ კიბეროპერაციებმა სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა, იმიტომ რომ იმ მოქმედებებში, რომელშიც ადრე სისხლი იღვრებოდა, დღეს სისხლი აღარ იღვრება. თქვენ ყველას ეხლა თქვენ უფრო ღრმად იცით ეს საკითხი, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეს დაზვერვაზე და შპიონაჟზე წარმოდგენა მაინც
პოპ კულტურიდან, ხო, მას კულტურიდან ექმნება და ჩვენ ყველას გვახსოვს ჯეიმს ბონდის მონაწილეობით ფილმები, ხო, სადაც მზვერავი კი მართალია კარგი აღნაგობის უნდა ყოფილიყო და ეს თავის ესე იგი რაღაც ქალების გულთამყრობელი და ასე შემდეგ, ან პირიქით, ხო, მატაჰარი მაგალითად პირიქით კაცების გულთამყრობელი, მაგრამ ამის უკან იდგა სისხლიანი ისტორიები, ხო, იმიტომ რომ იყო მკვლელობები, თუ დაიჭერდნენ აუცილებლად სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ისედაც ზოგიერთ ოპერაციაზე ეს მწვავე ღონისძიებები ძალიან ხშირი იყო ხოლმე. შემდეგ ამის საპირისპიროდ დღეს შეიძლება კომპიუტერული ტექნიკიდან მოვახდინოთ ჯაშუში პროგრამის შეყვანა, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დონეზეც იყიდება, დაბალი ტექნიკური შესაძლებლობების ბუნებრივია, მაგრამ ესე ხო, თქვათ რაღაც კრიმინალია და ცხადია მაყურებელს უნდა მოუწოდოთ, რომ არავინ არ სცადოს. არ სცადოს ამის გამოყენება, მაგრამ მაინც და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფოს შესაძლებლობები ამ ხრივ, მაგალითად საქართველოს წინააღმდეგ სწორედ 2010-11 წლებიდან წლების მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს სისტემაში კიბერჯაშუშობის ძალიან ესეთი კამპანია. სანუ გეშოთ იმას ვიტყვი, რომ მარტო საქართველოში არ მიმდინარეობდა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც და ეუთოშიც ოფისშიც მიმდინარეობდა სამხედრო დაზვერვის მიერ მართული, რუსული სამხედრო დაზვერვის მიერ მართული, აი თქვენ ბრძანეთ ანალიტიკური უნარები, ხო? უბრალოდ ამის მაგალითზე დავახასიათოთ რა ანალიტიკური შესაძლებლობები აქვს, ხო? რუსებმა დაავირუსეს საინფორმაციო სააგენტოების საიტები, საიდანაც პრეს-რელიზებს და ოფიციალურ ინფორმაციას იღებდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობები. იმგვარად, რომ ვინც კი მათგან მიიღო ფაილთან ერთად ავტომატურად ჩამოტვირთა ვირუსი. მავნე პროგრამული უზრუნველყოფა. და ეხლა რა შვებოდა ეს მავნე პროგრამული უზრუნველყოფა? ყველა კომპიუტერში ეძებდა ფაილს, სადაც ნახსენები გახლდათ სიტყვა NATO. და თუ კი სიტყვა NATO იყო ნახსენები, ამ ფაილს ავტომატურად კაჩავდა და ასლს აგზავნიდა ცენტრში. და ცენტრი შემდგომი გამოძიებით როგორც დადგინდა, გამოძიებაში არ გულისხმობ პროცესუალურ გამოძიებას, უფრო სპეცსამსახურის ღონისძიებას გულისხმობ. დადგინდა ცენტრი გახლდათ მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის ერთ-ერთი ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც ბუნებრივია დაზვერვის შეფარების უწყება იყო, იმიტომ რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნატოსთან არაფერი ესაქმება. ნატოში გულისხმობ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, თუმცა ალგორითმი ვერ ცნობს ქალის სახელია თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ამიტომ კომპიუტერში აგროვებს აბსოლუტურად ყველა მონაცემს, სადაც არის სიტყვა NATO ნახსენები და აგზავნის იქეთ, იმიტომ რომ აქვე აანალიზებს თქვენ კომპიუტერში იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება იყოს და მიაქვს უკან და შემდგომ იქ ხდება ამის განვითარება. მოგვიანებით ამ ვირუსმა, რომელიც არსებობდა აი ამ კომპიუტერებში, შეიძინა კიდევ ერთი ფუნქციონალი თქვენი ავტორიზაციის გარეშე გაეაქტიურებინა კამერა და მიკროფონი, რითაც ხდებოდა ფაქტიურად ხმის ჩაწერა და ვიზუალური გამოსახულების ჩაწერაც. ახლა მაშინდელი ეკოსისტემა რომ შეგახსენოთ, მაშინ ლეპტოპი და მობილური ტელეფონი ასე არ იყო გავრცელებული, ამიტომ დესკტოპი იყო და ფაქტიურად ფარული კამერა გაქვს ოთახში, ხო? სადაც მთელი საუბარი ისმის, იმიტომ ის მუდმივად გიყურებს და ლეპტოპს ჩამოკეტავ. დაახლოებით ამ დროს უკავშირდება ის შემდგომ გავრცელებული ეს კამერის დასაფარი ლეპტოპებზე, ხო? იმიტომ რომ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ამგვარი რაღაც შეუძლია სისტემას რო გააკეთოს. ამერიკელებთან ერთად მოხდა დეტექცია ამ ყველაფრის, კიბერუსაფრთხოება ზოგადად კიბერთავდაცვა პარტნიორების გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს საქართველოსთვის ილუზიაც კი არ არის. მოხდა ამ ყველაფრის აღმოჩენა, მოხდა შესაბამისი ღონისძიების ჩატარება, რომელიც ყალბი დოკუმენტი შეიქმნა დასახელებით NATO, რომელიც იგივე ვირუსით იყო აღჭურვილი, რაც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა და ბოლო დროს ღია წყაროებშიც კი არსებობდა მცირე ფოტოგამოსახულება ჯაშუშისა, რომელმაც გადაყლაპა ეს აქეთ ამ ხრიდან დაგეგმილი სატყუარა და მისი გადაღება მოხდა პირიქით და ვერ შეატყობ რო ცუდი ადამიანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის ფიზიკური გამოსახულება მისი არსებობს. მე სანამ მუშაობდი, მისი სახელი და გვარი არ ვიცოდით. შესაძლოა ახლა რაიმე ცოდნა არსებობს, იმიტომ რუსეთთან არ გქონდა ჩვენ დამოკიდებულება იმგვარი, რომ დამნაშავეებზე გვესაუბრა, მით უმეტეს ჩვენთვის გადმოეცათ ან რაღაც ამ დაგვარი, ასეთი რაღაც არ იყო.
ეხლა შეიძლება რამე ცოდნა არსებობს, ეხლა აღარ ვიცი უკვე ბოლო წლები. ამიტომ აი კიბერჯაშუშობის პოტენციალი აი ესეთი არის. მაგალითად იგივე რუსეთმა 2019-2020 წლებში გატეხა რა ერთ-ერთი პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალური განახლებების სერვერი SolarWinds-ზე მაქვს საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ასევე მთელ მსოფლიოში, ვინც იყო ამ პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელი ორიონის პროგრამული უზრუნველყოფის, ყველა კომპიუტერი დაავირუსა იმგვარად, რომ იქედან ინფორმაციას იღებდა. აი ეს არის პოტენციალი, ხო, მაგალითად, დაახლოებით იქ საუბარი იყო 15-20,000-მდე, მათ შორის ოფიციალურ სააგენტოებზეც, საგარეო საქმეთა ამერიკის შეერთებული შტატების, თქვა, სახელმწიფო მდივნის ოფისზე და იქ იუსტიციის სამინისტროს სააგენტოზე და ასე შემდეგ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აღარ მახსოვს 2018-ში თუ 2019 წელს გამოაძევეს კასპერსკის ანტივირუსი, რომელიც ეყენა რა ამერიკის შეერთებული შტატების მათ შორის სახელმწიფო უწყებებში, იმიტომ რომ ტექნიკურად მართლაც ძალიან კარგი ანტივირუსია, ახდენდა ჯაშუშობას და იპარავდა ინფორმაციას. აი ეს არის პოტენციალი. ამას რომელი ცოცხალი ადამიანის შეცვლის საუბარი მაქვს წყაროზე, ხო? ანუ ჯაშუშზე, ჩანერგილზე. ჯერ ერთი რომ ამ ხელა შეღწევის არეალი არ ეკრება, ხო არ შეუძლია ერთ ადამიანს 18,000 კომპიუტერიდან ინფორმაცია შეკრიბოს და მეორეც ცოცხალი ადამიანი გამოყენება ჯაშუშობაში არის უაღრესად ძვირფასი, სარისკო და საპასუხისგებლო საქმიანობა, მაშინ როდესაც შედეგები ამ ჯაშუშის აღმოჩენის შემდგომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე შეიძლება ძალიან რთულად დაისახოს. ამასობაში ჯაშუშ ვირუსებს, ჯაშუშ პროგრამებს აქვთ თვითგანადგურების საშუალებაც კი, ისე რომ თავისი მოქმედების კვალი წაშალონ. მაგალითად, ცნობილი NotPetya, რომელიც ასევე რუსეთის მიერ შექმნილი და გავრცელებული ვირუსი იყო, მსოფლიოში უკრაინიდან გაჩნდა, იმიტომ რომ რუსებმა უკრაინული კომპიუტერები დაავირუსეს, რამდენიმე მილიარდიანი ზარალი გამოიწვია მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ლოგისტიკური ცენტრები და ჰოსპიტალური სექტორი, ჯანდაცვის სექტორი ძალიან მკვეთრად დააზარალა. და იყო შეკითხვა, თუ ეს ყველაფერი რუსების გაკეთებულია, მაშინ თქვათ, რატომ მოედო თავად რუსეთსაც, რუსეთშიც დააზარალა რაღაცეები და აღმოჩნდა, რომ რუსეთში გაანადგურა ის კომპიუტერები, რომლებშიც არსებობდა უკრაინაზე 2014-16 წლებში განხორციელებული შეტევის კვალი. ანუ წაშალა, იქ თავიდან ფიქრობდნენ, რომ იყო გამოსასყიდი პროგრამა, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ რომელი კომპიუტერების დაავირუსა, ყველგან წაშალა ყველაფერი. ანუ არა მარტო დოკუმენტები, საოპერაციო სისტემა. და დააფორმატა და ესე კვალი წაშალა მის წინ განხორციელებული კიბერჯაშუშობის, თქვა და დივერსიის. ამგვარი პოტენციალი აქვს. მიუხედავად ამისა, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს რაღაც არმაგედონია და ამის წინააღმდეგ რაღაცეები არ არსებობს, იმიტომ რომ საბედნიეროდ აქეთ ამ მხარესაც არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები. ოღონდ ამისთვის ბუნებრივია საჭიროა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა, ტექნიკური უზრუნველყოფა და საერთაშორისო თანამშრომლობა. კი ბატონო, აქ ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ აი ტანკებით რო შედიხარ ქვეყანაში, იციან რომ შენ შემოხვედი, საიდან შემოხვედი, რა დროშა, რა კამუფლაჟი არის, ასე შემ რა ტიპის ტანკებია და ასე შემდეგ. კიბერს ისევე როგორც საინფორმაციო ზეგავლენის სხვადასხვა აქტივობებს აქვს ეს plausible deniability-ს, რასაც ეძახიან. ანუ 100%-იანი სიზუსტით, იმსეთი სიზუსტით, რომ ომი დაუწყო ქვეყანას, ვერ დაამტკიცებ, რომ მათგან არის შემოსული და ამიტომაც ერთ-ერთი თემა, რაც ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე, არის რომ სხვადასხვა ვითომ ჰაკერული დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს დამოუკიდებელია, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებში აწარმოებენ სხვადასხვა აქტივობებს და რამდენად ფართოდ არის ეს რუსულ სპეცსამსახურებში, მათ აქტივობებში გავრცელებული და როგორ გამოიყენება აი ეს ჰაკერული დაჯგუფებები? კი ბატონო, რუსული სისტემა პირველ რიგში ძალიან მართალია ის მსჯელობა, რომ ატრიბუცია ერთ-ერთი ურთულესი თემაა კიბერსივრცეში, იმიტომ რომ მათ შორის კრიმინალის დონეზეც და ეხლა წარმოიდგინეთ სახელმწიფოს და სპეცსამსახურს რამდენი კონსპირაციის რამხელა საშუალებები აქვს, ხო?
იმიტომ რომ თუ ჩვეულებრივი დეტექტივში ჩვეულებრივი ვთქვათ ასე ვთქვათ კრიმინალისას აი ჩვენი ბავშვობის დეტექტივებში იქვეა სიგარეტის ნამწვი, თითის ანაბეჭდი, სისხლის კვალი, რაღაც შეიძლება ცოტა მოგვიანებით ვიდეო კადრმა რაღაც დააფიქსირა, ხო, ცოტა მოგვიანებით დეტექტივებში. კიბერსივრცეში ეს ხო ასე არ ხდება. კიბერსივრცეში ფართოდ გამოიყენება პროქსი შესაძლებლობები, ისე რომ მესამე მეოთხე ქვეყნიდან შეიძლება გარკვეული ღონისძიების განხორციელება, მათ შორის სავსებით შესაძლებელია ეს იყოს ისე რომ არ იცოდეს ვთქვათ გამტარმა. მე მახსენდება მაგალითად 2015 წელს საქართველოში აღკვეთილ იქნა რუსული მძლავრი შეტევა, დოს შეტევა, აი ეს გადატვირთვის გზით, როდესაც ხდება, ხო, სადაც 150,000-მდე ინდივიდუალური კომპიუტერი მონაწილეობდა და რიცხვი ახლა ზუსტად მახსოვს 28% ამ კომპიუტერებისა იყო ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და ასე შემდეგ. ახლა დღეს რომ მოხდეს ეგ იმათ დავაბრალებთ ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებას, მაგრამ მაშინ ცოტა უფრო საღგონებაზე ვიყავით და ბუნებრივია მათ სამხედრო ატაშეებს გაუზიარეთ და მათ ესე იგი მათ ქვეყანაშიც რაღაც წილი კომპიუტერები იყო ზომბირებული. აი მიტაცებული რუსული ბოტნეტების მიერ. მათ შორის საქართველოში 2008 წელს აი ეს შეტევა, რომელიც თქვით, გარკვეული ნაწილი სერვერებისა და თავდამსხმელი სერვერი იყო თურქეთის და გერმანიის ტერიტორიაზეც კი. რომელიც შემდგომ იყო აღმოჩენილი. ახლა ჩვენ ხო არ ვფიქრობთ, რომ თურქეთი გვესხმოდა თავს, ამიტომ ატრიბუცია რთულია. NotPC-ა, რომელზედაც ჩვენ ვთქვით და აქ მინდა ორი სიტყვით ნატოს კოლექტიური თავდაცვის დილემასაც შევეხო, იმიტომ რომ კიბერი ითვალისწინებს კიბერთავდასხმა მეხუთე მუხლის ამოქმედებას მათ შორის. NotPC-ა, რომელზედაც ვთქვი და რომელმაც ძალიან დიდი ზარალი გამოიწვია ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც, ნატოს წევრ ქვეყნებში შევიდა უკრაინიდან. ანუ ნომინალურად ნატოს წევრ ქვეყნებს რომ კოლექტიური თავდაცვის გადაწყვეტილება მიეღოთ, უკრაინისთვის უნდა დაერთხათ. ნომინალურად, იმიტომ რომ ჩემთან თქვენგან მოხვდა. და სხვა საქმეა რომ უკრაინა თვითონ მსხვერპლი იყო, იმიტომ რომ ვირუსი ხო არ არის რაკეტა, რომ ღილაკზე ხელის დაჭირა ჭირდება. თუ უკრაინის ტერიტორიიდან ვინმე გაისვრის, გასაგებია, ანუ კიევის კონტროლირებადი ტერიტორიიდან არ ვსაუბრობ ახლა რასაც რუსები აკონტროლებენ, მაგრამ თუ კი კიევის კონტროლირებადი კომპიუტერიდან ვირუსი მოხვდება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ კიევში ეს იცოდნენ, იმიტომ რომ კიბერიარაღი არ არის ის, რასაც თითის დაჭერა ან შენი გადაწყვეტილება ჭირდება. შეიძლება მე თქვენ კომპიუტერში ვიყო შემომძვრალი და თქვენი კომპიუტერიდან სადღაც რაღაცას დაახლოებით თქვენი აკაუნტი რომ მქონდეს, დაახლოებით, ხო ესე რო ვთქვა. ამიტომ აი ეს მეხუთე მუხლის ამოქმედება ამ ხრივად ძალიან გართულებულია, რომ ესე იგი მაშინ უკრაინისთვის უნდა დაერთხათ, ხო, რაც ნონსენსია თავისთავად. ეს ერთი საკითხი. ახლა რაც შეეხება თვითონ რუსულ სპეცსამსახურებს, წამყვანი კიბეროპერაციებში ითვლებოდა ორი ჯგუფი, დაჯგუფება APT28 და APT29. APT ნიშნავს ისეთ საფრთხეს, რომელიც არის მუდმივი და მაღალტექნოლოგიური, persistent საფრთხეს, რომლებიც ბოლო ატრიბუციით სხვადასხვა ისე პეტრულ საქართველოზე თავდასხმისას 29 ოქტომბერს 2018 წლის ატრიბუცია ბრიტანელებმა მოახდინეს, რომ APT28 სხვა არაფერია თუ არა GRU-ს კიბერდანაყოფი, განსხვავება რა არის, ვიცოდით რომ დალინკული იყო GRU-სთან, მაგრამ ვთვლიდით რომ ჯგუფი იყო, რომელსაც იყენებდა, მაგალითად ამერიკაზე თავდასხმისას 2016 წელს ასეთად ითვლებოდა, მაგრამ 2018 წელს დადასტურდა უკვე რომ ოფიცრები იყვნენ, რუსული სამხედრო დაზვერვის ოფიცრები და პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სამხედრო დაზვერვის ოფიცრები, ხოლო APT29 არის რუსული საგარეო დაზვერვის SVR-ის დანაყოფი, კიბერდანაყოფი. განსხვავება რა არის? SVR-ის კიბერდანაყოფი ზუსტად ისე როგორც დაზვერვის დანაყოფები. SVR-ის საგარეო დაზვერვის დანაყოფი ინფორმაციას მოიპოვებს და ჯაშუშობს ეკონომიკურ შპიონაჟის თვალსაზრისით, პოლიტიკურ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, ხოლო GRU უფრო მეტად დივერსიულ აქტებზე, საბოტაჟებზე, ან სამხედრო თემატიკაზე ინფორმაციის მოპოვებით. მაგალითად, აი ეს საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობა რომ ვახსენეთ, რატომ მოხდა ატრიბუცია, რომ GRU იყო? ჩვენ პრინციპში საქართველოს მიადგა რაღაც შენობას, სადაც ინფორმაცია იკაჭებოდა. შენობა შეფარების უწყების იყო, ის არავინ არ იცის GRU-ს იყო თუ ვის იყო, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ დარწმუნებით. მაგრამ თემატიკა, რომელიცაც ის ინტერესდებოდა და არა მარტო საქართველოში, უნგრეთში, რუმინეთში, ეუთოში და ასე შემდეგ, წმინდა სამხედრო კუთხით იყო, რაც არის GRU-ს
სურს დაფარვის ზონა და ეს არის პასუხი თქვენს აბსოლუტურად სწორ განსაზღვრებაზე, რომ ცოტა გაბლარულია ხოლმე ატრიბუცია. ჩვენ ამას ვარაუდობთ, ეს ანალიტიკური public რამ არის. ეს არ არის მტკიცებულება იმისთვის, რა ქვია, სასამართლოსთვის. აი ახლა უკრაინაში მაგალითად უკრაინელები აკეთებენ პრეცედენტს საერთაშორისო სასამართლოში, სისხლის სამართლის სასამართლოში უჩივლეს, თქვათ, რუსულ კიბეროპერაციებს იმისთვის, რომ თქვათ საერთაშორისო დანაშაულად, ანუ პირდაპირ დამტკიცდეს, რომ რუსები იდგნენ, თორე ყოველთვის არის 2-3 წება, რაღაც ფენა, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ ხელი დაიბანო, თქვა, რომ მე აქ არა ვარ. მაგალითად საქართველოზე 2008 წლის შეტევა როგორც გითხარით, რუსებმა კამუფლაჟისთვის გააკეთეს ასეთი რამ, გამოდეს malware-ი გამოყენებული პირდაპირ ინტერნეტში, გამოდეს მისი გამოყენების ინსტრუქცია და გამოდეს მოწოდება, რომ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ, ასე ვთქვათ, ოსი ხალხის ბედზე, მე სრულ პატივისცემას ვადასტურებ ოსი ადამიანების მიმართ, მაგრამ როგორც იყო იმას ვყვები, გთხოვთ შეაჩერეთ საქართველო, ერქვა Stop Georgia, ხო, ესეთი საიტი იყო და ახლა ჩვენ მტკიცებულებად რა გვაქვს, ანალიტიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ სენაკში დაბომბვას ემთხვეოდა სენაკზე თავდასხმა, ხოლო გორში თავდასხმაზე, ხო, ეს ანალიტიკა. ახლა ნებისმიერ ადვოკატს შეუძლია ეს გააბათილოს, წმინდა სამართლებრივი პროცესით. სხვა საქმეა, რომ ახლა პუტინიც არ უარყოფს იმას, რომ ეს ასე იყო, ბუნებრივია, თავისთავად ცხადია, მაგრამ სასამართლო ევიდენსების თვალსაზრისით აქ ცოტა ჯერ კიდე საერთაშორისო სამართალი ესეთნაირად არის. ამიტომ ეს გამოყენება სამხედრო საკითხებისთვის, პოლიტიკური მიზნებისთვის, ამიტომაც არის კიბერი ძალიან კარგი ინსტრუმენტი. იაფია და კიბერთავდასხმა გაცილებით უფრო იაფია წმინდა ომის ეკონომიკის თვალსაზრისით ვიდრე კიბერთავდაცვა. იაფია გაცილებით ვიდრე სამხედრო მოქმედება, წარმოდგენად შეუძლებელია რამდენი კიბეროპერაციის დაგეგმვა შეიძლება ერთი ისკანდერის ფასად, ახლა არეშნიკებზე და ვთქვათ ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ პრეციზიული არაღზე აღარ მაქვს საუბარი და კვალს არტოვებს და პირდაპირ ურტყამს ადამიანურ უსაფრთხოებას, რითაც იწვევს პროცესებს. ნახეთ, თქვენს ნათქვამს, რომ გამოვეხმაურო, როდესაც ქვეყანაში რაკეტას აგდებ, ამით კონსოლიდაციას იწვევ. მაგრამ იმიტომ რომ ყველა მსხვერპლია, ხო, საქართველოში რა მოხდა, ოპოზიცია და პოზიცია შერიგდა, როცა რუსეთი ორი, ხო, აღარ იყო გამოსვლებ, კონსოლიდაცია ხდება, ბუნებრივია ეს ყველაფერი და კონსოლიდაცია ხდება შენ ჯართან, შენ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ მტერი ყავს და კიბეროპერაციები პირიქით ყოფს. ამიტომ არის კიბეროპერაცია შეუცვლელი იარაღი დივერსიისთვის და შეუცვლელი იარაღი საბოტაჟისთვის, რადგან ეს ორივე არის ისევ სადაზვერვო მიმართულება. მახსენდება, რომ საქართველოში იყო ეს, რომ საიტები რო გათიშეს და სააკაშვილის სურათი ატვირთეს, მე დაუბრუნდები თუ რაღაცა და ორივე მხარე სამთავრობას და ოპოზიციას ერთმანეთს აბრალებდა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ გერეუს გაკეთებული იყო და ამაში იყო მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩართული. თუ სწორად მახსოვს, რამდენიმე საელჩომ ერთდროულად დაადასტურა და 28 ქვეყნის ატრიბუცია იყო, მათ შორის ავსტრალიის და ასე შემდეგ და ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეტევა გულისხმობ სამოქალაქო საზოგადოებას, არა NGO-ს გაგებით, არამედ ზოგადად მოქალაქეებს გულისხმობ და თავისთავად ძალიან კარგი ხაზგასმა თქვენგან რომ 28 ქვეყანა და მაიკ პომპეოს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის განცხადება იყო, ბრიტანული ატრიბუცია იყო, მანდ მიაკუთვნეს ზუსტად და მაგ თემაზე 7 თუ 8 გრუს ოფიცერია პასუხისგებაში მიცემული, სხვაგანაც განახორციელეს მათ ეს ყველაფერი. ზუსტად ამისთვის იყო, ნახეთ, პოლარიზაციისთვის, პოლიტიკური პროცესების ზუსტად ამხრივ წარმართვისთვის, იმიტომ რომ და დაუცველობის შეგრძნების გაჩენისთვის, კაპიტულანტური განწყობებისთვის, თუ ეს შეუძლია, ამას რა დაუპირისპირდება, ხო, ეს არის ზუსტად დივერსია. მასთან ერთად მაგალითად იმავე პერიოდში, ცოტა მოგვიანებით კოვიდის დროს, იყო ძალიან საინტერესო кейსი, მაგალითად ლუგარის ლაბორატორიის თემატიკის წამოწევით. ნახეთ, რა მოხდა კიბერშპიონაჟის საშუალებით მოპარული იქნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან რაღაც გაურკვეველი დოკუმენტაცია, არაფერი მნიშვნელოვანი, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ფალსიფიკაცია თითქოს და რაღაც ნივთიერების გავრცელებაზე და რაღაც ვირუსების გავრცელებაზე, აიტვირთა წინასწარ დაგეგმილ, თქვათ, რაღაც საიტზე გავრცელა ბულგარეთთან დაკავშირებულმა ჟურნალისტმა, რომელიც ცალსახად მიკუთვნებულია რუსული ნარატივების გავრცელებაზე, ესეც ხო საინტერესოა. ამის შემდგომ
ზედიზედ გააკეთეს განცხადება იგორ გიორგაძემ, კგბ-ს გენერალმა, მოსკოვში ბაზირებულმა, რომელიც აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა რუსები რაღაც სპეციალურ ღონისძიებას ატარებენ, აქ ისე ახლა პენსიაშია, მოგეხსენებათ, ასაკითაც და შესაძლებლობებითაც. გარდაცვლილმა მაგრამ არაცხონებულმა იგორ კირილოვმა, ცნობილმა, რომელიც იყო რუსული ქიმიური ბირთვული დანაყოფების ხელმძღვანელი, მოქმედი გენერალი, მაშინ მარია ზახაროვამ და თვით პუტინმაც კი შემდგომ ვალდაის ცენტრში მოიხსენია, რომ თითქოს აი ეს საბუთები ადასტურებდეს, რომ საქართველოში იქმნება სასაცილოც კია, მაგრამ ნოვიჩოკიც კი, არა მარტო ესე იგი სხვა ისინი და აი ეს ხო, კოვიდი, ღამურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ აი წარმოიდგინეთ პატარა კიბერსპიონაჟი პუტინის დონემდე, ესე კოორდინირებული იყო, ხო ეს მოქმედება ახლა პუტინი გაზეთში ხო არ კითხულობს რაღაცას, რაღაც მომ და ვალდაის კლუბში 4 საათიანი გამოსვლისას ამაზე ხო არ არის, აი ეს თელის, რა იყო ამის ერთი შეხედვით სასაცილოა, ხო? მე და თქვენ გაგვეცინა რა ნოვიჩოკი იქნება. რუსეთს მაშინ ჭირდებოდა სკრიპალების საქმიდან გადახრა ერთის მხრივ. მეორეს მხრივ რუსეთს ასევე ჭირდებოდა ის რომ საქართველოში რაღაც ეჭვი გაჩენილიყო, ეს ხო დროში განგრძობა და ამერიკელების თუ იქ ამას ქმნიან, იქნებ საერთოდ ბოროტებიც არიან, იქნებ ვიღაცა რომ მოკვდა ამ აცრებსაც და რაღაც ამ განწყობების შესაქმნელად. ხო, ამიტომ ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ აი ესეთი მარტივი კიბერსპიონაჟი, რომელიც როგორც წესი ფიშინგზე დაკლიკვით იწყება ხოლმე, არასათანადო ბმულზე გადავალთ და ვერც ხვდებით ისე ჩვენ კომპიუტერში უკვე სხვა ვიღაც შემოძრა, უკვე ხდება იმ დონის საკითხების გარჩევა, როგორც მაგალითად უკვე პუტინის დონეზეც კი და საქართველოს დონეზეც. ამას ესეთი წყობრი ხასიათი ჰქონდა საქართველოს მიმართ და შემდგომ აი ამ პოლარიზაციაში, ამ ტროლების და ბოტების ინსტიტუტით უკვე ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი რაც არის, რომელიც თავიდან პროპაგანდის იარაღი იყო, ანუ განსხვავება რა არის, რომ მიმართული იყო მოსახლეობისკენ, თქვენკენ, ჩემკენ. მაგრამ შემდგომ უკვე გადაიზარდა ამ კოგნიტურ იარაღში, კოგნიტიურ სფეროში, რომელიც უკვე იმას კი არნიშნავს, რომ თქვენ რაღაცაში მოგატყუოთ, არამედ თქვენი განცდა შევცვალო, აღქმა შევცვალო ისე, რომ თქვენ გახდეთ უკვე მულტიპლიკატორი აი იმ ჩემი იდეების, რუსეთის იდეების, თუ ისიც იქნება, უკვე თქვენ გააჟღეროთ. მარტო რუსეთს არ აქვს არსენალში, ჩინეთსაც აქვს და კიდე სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც საქართველოს მიმართ შეიძლება ამ წუთას მტრულად არ არიან განწყობილი, მაგრამ საკმაოდ საფრთხის შემცველები არიან, იმიტომ რომ ახლა მაგალითად არ არის თქვათ ისეთი მაინც და მაინც სასიამოვნო საქართველოს პერსპექტივისთვის, როდესაც ჩინური კომუნისტური პარტია მმართველობის კარგ ფორმად ხასიათდება, იმიტომ რომ გარდა იმ ეკონომიკური ბუმისა, რაც ჩინეთშია და ეს ცალსახად პოზიტიურია, მაგრამ იმის უკან დგას მილიონობით რეპრესია, დახვრეტა და ასე შემდეგ, ამაზე არ გავვრცელდები, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ აი საბოტაჟში, დივერსიაში და შპიონაჟში კიბეროპერაციები უმაღლეს დონეზე ჩატარებულ, თქვათ, გარკვეულ რაღაც მოქმედებებს უწყობს ხელს და მაღალი პოლიტიკური რანგის გადაწყვეტილებებში მონაწილე აქვს. ეს ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, ეს ლუგარის ლაბორატორიის შემთხვევა, იმიტომ რომ ორი რუსეთის საყვარელი თემა გააერთიანეს, ერთი ბიოლაბორატორიები და მეორე აი კგბ-ს ერთ-ერთი უსაყვარლესი დოკუმენტების გაყალბება და ფალსიფიცირება. სამწუხაროდ არც თემები და არც სამწუხაროდ კი არა და საბედნიეროდ არც თემები და არც ასე ვთქვათ ღონისძიებების პალიტრა ძალიან ვრცელი არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ამ შეზღუდული პალიტრითაც ახერხებენ, იცით, კარგად ნაცად და გამოცდილ ხერხებს იყენებენ. ფსიქოლოგიური კიბეროპერაციები აქ ახალი არაფერია, ძველი აქტიური ღონისძიებებია გადმომღერებული კგბ-ს უშიშროების კომიტეტის, რომელიც გასაგებია, რომ კიბეროპერაციებთან ერთად შეიძინა ეს შეღწევის არეალი უზარმაზარი, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ვცხოვრობთ, ხო დღეს სხვა არაფერი ვთქვა. აი ამ თემის გაგრძელებისთვის საინტერესოა აი დივერსიების, უშუალოდ დივერსიების განხორციელებაში როლი და ასე ვთქვათ, ძირგამომთხრელ საქმიანობაში, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი თვალსაჩინო ელემენტი გამოჩნდა ამის პეიჯერების ამბავი, არა მარტო რუსეთის მიმართულებით ზოგადად მსოფლიოში პოტენციალი გამოჩნდა, რა შეუძლია კარგად დაგეგმილ კიბეროპერაციას, რომელიც ასე
დაგეგმილია უსაფრთხოების ამ უშიშროების სამსახურების მიერ და ამ ყველაფერში მინდა ასევე ჩავრთოთ ის ფაქტი, რომ დღესდღეობით არიან უამრავი კომპანიები, კერძო კომპანიები, ზოგი შეიძლება მთავრობასთან მოთანამშრომლი კომპანიები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენზე ინფორმაციას აგროვებენ, სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა მიმართულებით გვიმარტივებენ ცხოვრებას, მაგრამ ამ ცხოვრების გამარტივებასთან ერთად, როგორც მარკ ცუკერბერგმა თქვა, რეალურად Facebook-ი არ არის უფასო პლატფორმა, ის ფულს აკეთებს თქვენი პირადი ინფორმაციის გაყიდვით. ამ ტიპის ინფორმაციების გაყიდვით სარგებლობენ ძალიან ბევრი სამთავრობო და უშიშროების სამსახურები და საინტერესოა თვითონ ამ დივერსიებში ინფორმაციის მოგროვებაში კერძო კომპანიების როლი და როგორ გამოიყენება ეს კიბერსაქმიანობა უშუალოდ ზიანის მიყენების მიმართულებით. კი ბატონო, მოდით დივერსიებით დავიწყოთ, საბოტაჟსაც შევეხოთ და მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ეგ თემაც, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია. კიბერი ზუსტად ის სივრცეა, სადაც ცალკე აღებული სახელმწიფო სტრუქტურები ან უსაფრთხოება, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოება არც კი განიხილება, იმიტომ რომ ძალიან არის გადაბმული ადამიანურ უსაფრთხოებასთან და ძალიან არის გადაბმული ბიზნეს, ანუ კერძო სექტორთან. დივერსია პირველ რიგში, ხო? კლასიკური გაგებით კიბერსივრცეში, კლასიკური გაგებით დივერსიის მაგალითი კიბერსივრცეში შეიძლება იყოს მაგალითად იგივე შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევა, თქვათ, ან ის რაც ახლა საქართველოში ხდება, თქვათ, აი ძირის გამოთხრა, თქვათ, დასავლური ურთიერთობების და სტრატეგიულ პარტნიორებთან ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელიც ასევე კოგნიტიური ომის კატეგორიას განეკუთვნება, სადაც რა მოხდა, ხო? შეერთებულ შტატებში რა იყო? ერთ-ერთი პარტიის თავი დავანებოთ დასახელებებს, ხო? უბრალოდ რომ სქემა განვიხილოთ, ხო? ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო მასალებზე შეღწევა განხორციელდა ორი სადაზვერვო დანაყოფიდან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან და სამხედრო დაზვერვის სამსახურიდან, მოხდა მასალების მოპარვა, ამ მასალების შემდგომ ფაბრიკაცია, იმიტომ რომ იქ არ იყო საკმარისადმა კომპრომეტირებელი მასალები, იყო ერთი ნაწილი, რომელიც თქვათ სპონსორების სიაზე იყო, მაგრამ იყო მეორე ნაწილი, რომელიც ფაბრიკაციაც მოხდა. შემდგომ ამის გავრცელება ინტერნეტში და ინტერნეტში გავრცელებულ მასალებზე ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა ტროლებით და ბოტებით, რომელიც დაახლოებით იგივე როლს თამაშობს, როგორც ახლა აი ბუხარში ცეცხლის ანთებისას რაღაც ამის ტრიგერი, ხო, ამის ინიციატორი სანთებელა, ან ასე შემდეგ. როგორც კი იქ მსჯელობა გაიშლება, უკვე ის საიტიც ხრება, სადაც პირველად გამოქვეყნდა და ეს ტროლები და ბოტებიც ჩაეხსნებიან, იმიტომ რომ უკვე ზვავის ეფექტი აქვს ამ ყველაფერს და გადაედება საზოგადოებას, უკვე მე და თქვენ მსჯელობთ, მე და თქვენ რო ჩავერიეთ, უკვე მოვიზიდეთ მთელი ჩვენი ბაბლი და ეს ნაძვის ხესავით ესე გამოდის უკვე უზარმაზარი მსჯელობა. პარალელურად ის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც არ არის მარტო ID, რომელიც არის ჩვენი განწყობების, პრეფერენციების და ასე შემდეგ, ეს ანალიტიკური მასალა, იქნა მიყიდული ერთ-ერთ კომპანიის მიერ დაინტერესებულ მხარეებზე და მოხდა განწყობების წინასწარ განსაზღვრა და იმ განწყობებზე წინასწარ ზემოქმედება. აი საქართველოში მაგალითად რა განწყობებზე ხდება ზემოქმედება, ხო, როგორ მოხდა, რომ საერთოდ დასაშვები გახდა საქართველოში პრორუსული პარტიის არსებობა. 10 წლის წინ ხო ამას ვერ წარმოიდგენდით ან 15 წლის წინ, როგორ მოხდა? იმიტომ რომ პირველ ეტაპზე რუსეთმა მოახერხა, რომ საქართველოში შეექმნა გარკვეული მართვადი საკომუნიკაციო სივრცე, იმისთვის რომ შემდგომ ეს თავის ნარატივი გაევრცელებინა. მართვადი საკომუნიკაციო სივრცეები ადვილად იქმნება ინტერნეტ მედიაში, ხო, იმიტომ რომ ტელევიზიის გახსნა რაღაცებთან არის დაკავშირებული, ინტერნეტში არხების გახსნა ნებისმიერ შემთხვევაში შეაძლებელია და შემდგომ ნელ-ნელა უკვე მოხდა კიბერქსელების გამოყენებით პენეტრაცია პოლიტიკურ პარტიებში და გახსოვთ თუნდაც გროტესკული, მაგრამ სოკოებივით გაჩენილი პრორუსული პარტიები, ხო? რომლებმაც იმდენიც კი მოახერხეს, რომ გარკვეული მსვლელობები, მათ შორის სისხლიანი დაპირისპირება, მათ შორის რაღაცეები, ხო? იმიტომ რომ მოხდა ზუსტად იმ განწყობებზე თამაში, რომელსაც მოსახლეობა აღყვებოდა ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებებზე. დამახინჯებული ფორმით ბუნებრივია, რწმენის საკითხებზე,
ხო, რაღაც განსხვავებულის მიმართ მოუთმენლობაზე პედალირება უგულისხმობს სხვადასხვა ტიპის უმცირესობებს, იქნება სექსუალური, რელიგიური თუ სხვადასხვა და ამდაგვარი და ამ ყველაფრის ფონზე შემდგომ უკვე პოლიტიკური განცდა გაჩნდა ისეთი, რომ შესაძლებელია პრორუსული პარტია საერთოდ არსებობდეს და უფრო მეტიც შესაძლებელია ის პარლამენტშიც მოხვდეს, ან მთავრობის დაკომპლექტებაშიც მიიღოს მონაწილეობა. რისთვის მოხდა 4 ადამიანის გამოყოფა ცალკე პარტიად და შემდგომ ვითომ პარლამენტში ხო აბსოლუტურად ერთ და იგივეს აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ცალკე პარტიის სახით მოხდა, იმიტომ რომ დამკვიდრებული იყო, რომ პარტიამ შეიძლება ეს გააკეთოს პრორუსულმა პარტიამ. ამის შემდგომ უკვე მოხდა ისეთი ნარატივების დამკვიდრება, როგორც არის ის ცნობილი ნარატივი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ დასავლეთი ებრძვის ტრადიციულ ღირებულებებს და რუსეთი არის ამ ღირებულებების დამცველი, დასავლეთი ებრძვის რუსეთს, ახდენს მის დემონიზებას და რუსეთი თავს იცავს. შეხედეთ, როგორ მოხდა ზუსტად საქართველოს რეალობაში 2008 წელს და დღეს აგერ 2025 წელია, ხო? და 2008 წელს ჩაეყარა ამას საფუძველი, რომ რუსეთი თავს იცავს, საქართველოს დაესხა მშვიდობის მყოფელებს. ჩვენ ახლა დავადასტურეთ ეგ პარლამენტით სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ. ამიტომ აი ესეთი რაღაცეები, რომ თქვათ დასავლეთი იწვევს ომებს მთელ მსოფლიოში პროქსი ხელისუფლებების ჩართულობით. უკრაინაშიც მოქმედებს ეს ნარატივი, საქართველოშიც მოქმედებს ეს ნარატივი, ახლა ალბათ ვენესუელაშიც იმოქმედებს და ასე შემდეგ. ყველგან აბსოლუტურად სადაც ეს პოლიტიკური რაღაც ხდება. ეს არის ტიპიური დივერსია, როდესაც ხდება საზოგადოებრივი განწყობის ფორმირება, იმდაგვარად რომ მოხდეს ძირგამომთხრელი საქმიანობა, თქვათ, გამოეთხარა ძირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობას, ევროკავშირში ასპირაციას, რატომ? იმიტომ რომ მე რომ დამჭირდეს შენი ორბიტაზე გადმოყვანა, სამხედრო მუქარა გავაჟღერო, შენ ამ დროს იქნები მარტო სტრატეგიულ დახმარებას მოკლებული, მათ შორის ჰუმანიტარულს, მათ შორის პოლიტიკურს და ბუნებრივია უფრო მეტად იქნები მიდრეკილი იმისკენ, რომ დამყვე, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო დაისმება შეკითხვა ესე, ხალხო რა ვქნათ, შევეწიროთ? ვერ შევეწირებით, იმიტომ რომ პოტენციურად რჩები მარტო შენი შეიარაღებული ძალების იმედად და შენ შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ძალებს დოქტრინალურადაც არ უწერიათ, რომ მათ შეიძლება რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიონ ფართო მასშტაბიან ომში უგულისხმობს, შემაკავებელი ფაქტორი აქვს, ახლა ვინც იცის ეს თემა გაიგებს, უფრო მეტად არ გავრცელდები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ესეთი რაღაც. ახლა რაც შეეხება საბოტაჟს, საბოტაჟის კლასიკური მაგალითები რუსეთსაც აქვს, სხვა ქვეყნებსაც აქვს, ბუნებრივია. საბოტაჟის კლასიკური მაგალითი არის Stuxnet და პეიჯერების ოპერაცია, ძალიან კარგი ოპერაცია, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ დასაფასებელია ნამდვილად, არის სამხედრო მოქმედებების შემზადება, ხო? აი აქ კიბეროპერაცია ძალიან წარმატებულია, რა მოხდა? ისრაელს ჰქონდა გადაწყვეტილი პასუხი გაეცა ჰამასის ბარბაროსულ მოქმედებაზე 7 ოქტომბრის, რომელმაც ასობით მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია სამწუხაროდ და ძალიან ესეთი ბარბაროსული აქტი იყო და ისრაელის პოლიტიკური გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები თუ გამოიწვევდა ჰეზბოლას გააქტიურებას, ისრაელს მოუწევდა ორ ფრონტზე ბრძოლა, რაც მისთვის შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ყოფილიყო. ამიტომ გადაწყვიტეს სამხედრო ლიდერშიპის გამოყვანა მწყობრიდან, ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ რა ამოცანას შეიძლება ემსახურებოდეს კიბეროპერაცია, მაგრამ ჰამასი არ არის მარტივი დაჯგუფება, ტერორისტული დაჯგუფებებიდან ჰამას და ჰეზბოლას ყველაზე ძლიერი კიბერდანაყოფები ყავთ ჰამასს განსაკუთრებით, მაგრამ შიდა კონდაზვერვა ჰამასის ძირითადად ირანის კონდაზვერვაა, ეს არ არის რაღაც ვიღაც ტერორისტები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქოს გაუნათლებელ ადამიანებად. ჩათვალეთ, რომ ირანის კონდაზვერვაა. ამიტომ ირანის კონდაზვერვას გაეპარა ეგ ყველაფერი. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ირანის კონდაზვერვას უარესი რაღაცეებიც გაეპარა ამ 12 დღიანი ომისას ოპერატორები მისსავე ტერიტორიაზე, მაგრამ ნუ მაინც ირანია დიდი სახელმწიფოა, ძლიერი პოტენციალით, ხო? ამიტომ რა მოხდა? ჰეზბოლა მოქმედებს პეიჯერების სისტემით. პეიჯერები არის ძველი ტექნოლოგია, ახალგაზრდებმა შეიძლება არც იციან, მასზე მარტო მესიჯის წაკითხვაა შესაძლებელი, თუმცა ტერორისტული ორგანიზაციები, მაგრამ ასევე ექიმები, პოლიცია მას იყენებს, იმიტომ რომ მას ფაქტიურად არ აქვს შეფერხება. ფაქტიურად მასზე
დაჯდომა, ასე ვთქვათ, ჩარევა, მოსმენა. ხო, მოსმენა, ჩარევა, შეფერხება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ საკუთარი ქსელია და რასაც გიგზავნით, იმას წაიკითხავთ ყველა შემთხვევაში. ამიტომ ტერორისტული ორგანიზაციები ამას იყენებენ, იმიტომ რომ ტელეფონი შეიძლება შეუფერხო მესიჯი ვერ მიიღოს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გადაწყდა დაიგეგმა ამგვარი ოპერაცია, რომ მომხდარიყო, ესე იგი, ამ პეიჯერების მეშვეობით აფეთქების გამოწვევა, არ არის მარტივი საქმე, პირველი უნდა მოხდეს ფეთქებადი ნივთიერების ჩამონტაჟება პეიჯერში და ნუ არის დაახლოებით აი ამ ტელეფონის ხელა, ნუ შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ არ არის ადვილი იმ ხელა მუხტის ჩატანა, რომ დაგაზარალოს და მეორე ამ ფეთქებადი მუხტის გააქტიურებაა საჭირო, რომელიც და ერთიანად, ხო, ერთობლივად, იმიტომ რომ თუ ერთი აფეთქდება დანარჩენები მომდევნო ეტაპზე, მაშინ დანარჩენები აღარ გამოიყენებენ, შეამოწმებენ, ხო? ამიტომ ეს ურთულესი ოპერაციაა. პირველ შემთხვევაში გამოიყენეს ცნობილი ფეთქებადი ნივთიერება, რომელსაც მე ახლა არ დავასახელებ, იმიტომ რომ საიდუმლო კი არ არის, უბრალოდ ვიღაცას არ ვუბიძგო დამატებით ისწავლოს ეს ყველაფერი, უბრალოდ არსებობს ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც რეაგირებს სითბურ ეფექტზე და ახლა ეს ცნობილი ცოდნა, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო არ არის. ჩაამონტაჟეს მისი უწვრილესი ფირი, ასე ვთქვათ, მიკროსქემაზე, რაც შეიძლება ისე ჩამონტაჟდეს, რომ წარმოიდგინეთ, არ გაიზარდოს სისქეში არც არაფერი, სხვა საქმეა მე როგორ უნდა შეაპარო ეს იქაურში და უსაფრთხოებას, რომ არ შეამოწმონ, ფაქტია, რომ შემოწმდა. შემდგომ ეს პარტია უნდა მიყიდო. უკვე ხო ჰეზბოლას მიყიდეს ავსტრალიური კომპანიის, ახალზელანდიური და ასე შემდეგ უნგრეთში დაარსებული ოფისის მეშვეობით და მონაწილეობდა როგორც შემდგომ ირკვევა ერთ-ერთი ქალბატონი, რომლის შემდგომ აბსოლუტურად ყველა ეს გაქრა, ქალბატონი როგორც ანუ წარმომადგენელი ამ ოფისის და შეასაღეს, ასე ვთქვათ, დაურიგდა ლიდერშიპს, უნებრივია, მაგრამ საჭიროა მოქმედებაში მოყვანა. თან მოქმედებაში მოყვანა ისე, რომ დაზიანება გამოიწვიოს. უნებრივია, მცირე რაოდენობით მუხტი თუ კი პეიჯერი ჯიბეშია წელზე ან მაგიდაზე გვიდევს, ვერ გამოიწვევს იმ ხელა აფეთქებას, ნუ ან უმჯობესია უფრო დიდი შედეგი, ხო, რახან ამ ხელა ოპერაციას გვეკბავთ, ამიტომ კარგი იქნება თუ ის აფეთქდება, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, როდესაც სახესთან გვაქვს, ამასობაში აფეთქებას ასევე ჭირდება იმპულსი, რაღაცამ ხო უნდა აფეთქოს, ან კაფსულამ და კაფსულას ვერ ჩადგამ ხო შიგნით, ხო, ამიტომ გადაწყდა, როგორც არსებობს მონაცემები, კიბეროპერაციის შედეგად გარკვეული malware იყო გამოყენებული, რომელმაც ტემპერატურა გაზარდა იმ დონემდე, რომ აი ეს წინასწარ შერჩეული ფეთქებადი ნივთიერება ამ ტემპერატურაზე რეაგირებდა. ზოგიერთი რეაგირებს 80-ზე, ზოგი 100-ზე, ზოგი 200-ზე, ზოგი 500-ზე, პირობითად ვამბობ, რიცხვები ტყუილია. ამიტომ ესეც არავინ არ სცადოს, არ არის აუცილებელი, ხო, აქ ექსპერიმენტები, კანონდარღვევაც არის და სახიფათოც არის უაღრესად. ხო, ამიტომ ერთდროულად შევიდა ზარი, კოორდინირებული ზარი ყველა პეიჯერზე, ყველა ადამიანმა მიიტანა სახესთან, იმიტომ უნდა წაიკითხოს და უშუალო სიახლოვეს სახესთან მოხდა აფეთქება, რამაც წყობრიდან გამოიყვანა მთელი ლიდერშიპი, ჰეზბოლასი, ნუ ახლა აბსოლუტური ცნებები არ მიყვარს, მაგრამ ვთქვათ, რომ თითქმის მთელი ლიდერშიპი ამასობაში განხორციელდა სამხედრო შეტევა ჰამასის მიმართულებით, რა დროსაც ჰეზბოლა იყო ფაქტიურად განეიტრალებული და კარგა ხანი ჰეზბოლას წინააღმდეგაც გარკვეული მოქმედებები, რომელსაც ის ლიდერშიპის გარეშე შეხვდა, მსხვერპლიც მოყვა და ასეულობით ადამიანი უბრალოდ წყობრიდან გამოვიდა, დასახიჭრდა და ასე შემდეგ. ტერორისტები, ამიტომ ამას ძალიან ისე ვამბობ, რა ქვია, სუფთა გულით ვამბობ ყოველგვარი დანანების გარეშე. ხო, აქ არ ყოფილა არასამხედრო სამიზნეზე შეტევა. ჩვეულებრივ ეს იყო, აი ეგ იყო. რაც შეეხება საბოტაჟს, საბოტაჟის მაგალითი ისე ისრაელის და ამერიკის სპეცსამსახურებიდან, აი ეს 2010 წლის მნიშვნელოვანი სტაქსნეტი, როდესაც ირანმა გადაწყვიტა ბირთვული პროგრამის განხორციელება და ირანის ბირთვულ რეაქტორზე, ნატანსის ეგრეთ წოდებული ბირთვული სადგური არის, განხორციელდა ამგვარი კიბერშეტევა, რაც არის მიწოდების ჯაჭვის კომპრომეტაცია, აქაც სიმენსის აპარატურა მართავდა ამ ყველაფერს, ცენტრიფუგებს, რომელშიც ხდებოდა ურანის გამდიდრება. ცენტრიფუგა არის დანადგარი, რომელიც მოძრაობს გარკვეული სიხშირით, ხო? შემოვიდა დავირუსებული ნაწილი, რომელიც 3 წელი ცდილობდნენ, რომ მიესყიდათ ირანისთვის, იმიტომ ინტერნეტით ხო ვერ შეაღწევი, ხო, გამორიცხულია ნატანში, შეასყიდინეს, გამოიწვია დავირუსება სისტემის და ვირუსმა უბრალოდ განცდა რო გქონდეს. ვირუსი ჩვენ ყველაფერს ვირუსს ვეძახით, სინამდვილეში მავნე პროგრამული უზრუნველყოფაა, მაგრამ უფრო სამოქალაქო ენაზე, ხო? ვირუსმა
აი მათეულობით კომპიუტერიდან გამოთვალა ის კომპიუტერები, რომლებიც იყვნენ პასუხისგებელი ცენტრიფუგების მუშაობაზე და გაგრილების სისტემა და ბრუნვათა რიცხვი იმგვარად შეცვალა, რომ ცენტრიფუგები აღარ გაგრილდა, რამაც მათი ფიზიკური გადატეხვა, ფიზიკური დაზიანება გამოიწვია 100-მდე, 120 ამბობენ ცენტრიფუგის. ეს ნიშნავს იმას, რომ აი აქ ვიღაც მარტივი ახალგაზრდების ერთი შეხედვით მიერ დაწერილი კოდები ადგილსამყოფელან დანიშნულების სამიზნე ქვეყანაში იწვევს ფიზიკურ გატეხვას, რაც ფაქტიურად წარმოუდგენელი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის ის რეალობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა თვითონ ფენომენი, კიბერფენომენი და ნელ-ნელა გადავიდეთ ხელოვნურ ინტელექტსაც, იმიტომ რომ თითქოს კიბერგანზომილებამ გაათანაბრა ბევრი უთანასწორობა. დიდი ქვეყნები, როდესაც თავის ძალაზე და სამხედრო შესაძლებლობებზე აკეთებდნენ აქცენტს კიბერგანზომილებაში, ეხლა როგორც თქვით, შესაძლებელია კარგად დაგეგმილი და ნიჭიერი ადამიანის მიერ დაწერილი ვირუსით, სამოქალაქო ტერმინი რო ვიხმაროთ, რაღაც სერიოზული ზიანის მიყენება. სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის, იქნება ეს ბირთვული ინფრასტრუქტურისთვის, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურებისთვის. კიბერგანზომილებამ შეიძლება ითქვას თუ არა, რომ გაათანაბრა მოთამაშეები გლობალურ არენაზე და ახალი გამოწვევები შექმნა, თუ კიბერგანზომილებაში ისევ დომინირებენ დიდი რესურსების დიდი სახელმწიფოები, ასე ვთქვათ. კიბერგანზომილებამ შექმნა შესაძლებლობა ასიმეტრიული წინააღმდეგობისა. რადგანაც მცირე სახელმწიფოს როგორც წესი პოლიტიკურად არ აქვს ექსპანსიის პრეტენზია, ხო, სხვა ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების და ასეთი განზრახვა როგორც წესი დიდ სახელმწიფოებს აქვთ. ხომ არ შეიძლება საქართველოს მაგალითად უნდოდეს რუსეთისგან ტერიტორიის მიტაცება, ხო? წარმოუდგენელი. ხო, ეგენი ზუსტად იმას გაბრალებენ, ხო, რასაც არასდროს არ ვაკეთებდით, მაგრამ ასიმეტრიული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას გაძლევს კიბერ სივრცე, იმიტომ რომ ინტელექტზე უფრო მეტია დამოკიდებული, ხელოვნური იქნება თუ ბუნებრივი, თუ ემოციური მათ შორის. თუმცა აქ არის მეორე მზაკვრობა, ინტელექტი ხო ფული ღირს, ამიტომ ამ ფულის წარმოშობა უფრო მეტად შეუძლია დიდ სახელმწიფოს. თვით რუსეთიც კი, რომლის ეკონომიკა უკანასკნელ ომამდე ყოველ შემთხვევაში მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო, ახლა ომმა რაღაცეებს ბიძგები მიცა, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. ეკონომიკას გარკვეულ სტიმულს აძლევს ომები. თვით რუსეთიც კი, რომელიც მაღალ ტექნოლოგიურობით ნამდვილად არ გამოირჩევა, როგორც მოგახსენეთ, აქამდე კიბერში საკმაოდ წარმატებულია. მაგრამ პატარა სახელმწიფოებისთვის ეს უიმედო მდგომარეობა არ არის, იმიტომ რომ პატარა სახელმწიფოს ბუნებრივია შეუძლია კარგი კიბერთავდაცვის ორგანიზება. ოღონდ მანდაც არის ერთი ოღონდ, კიბერთავდაცვა არ არის მარტო აპარატურა, რომელიც ჩვენ შეიძლება ყველამ მოგცეს, ჩვენი პარტნიორები ბოლო დრომდე ყოველ შემთხვევაში სანამ იყო ამგვარი თანამშრომლობა, უხვად გვაჯილდოვებდნენ ამგვარი რაღაცეებით, მაგრამ ეს ასევე არის შესაბამისი კადრი, შესაბამისი ადამიანური რესურსები, შესაბამისი ცოდნა, შესაბამისი, ვთქვათ, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, რასაც ფული უნდა სამწუხაროდ, ამიტომ პატარა ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ რაღაც ალიანსებში გაწევრებას, კიბერალიანსებში. პატარა ქვეყნის მაგალითი არის ესტონეთი, 1,800,000 ადამიანი ცხოვრობს მოქალაქეს სულ, მაგრამ ერთ-ერთი სუპერ კიბერ ძალაა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ ესტონური პოტენციალი შეიძლება ითვალისწინებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებზე ან მაგალითად დიდ ბრიტანეთზე თავდასხმას, ხო? ამიტომ ამბობ, პატარა ქვეყნებს ასეთი მისწრაფებები ისედაც არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავდაცვისთვის საკმაოდ მძლავრი პოტენციალი გააჩნია და თავდასხმით ოპერაციებში ჩართვისთვისაც, იმიტომ რომ კიბერთავდაცვა აქტიური თავდაცვის კონტრშეტევის გარეშე არ არსებობს, ხონაერად როგორ უნდა დაიცვა თავი, ხო? ამიტომ კი გარკვეულწილად გაათანაბრა, ყოველ შემთხვევაში მეტი დაცულობის შესაძლებლობების შექმნა, ოღონდ აქ არის უმნიშვნელოვანესი ის, რომ ცალკე აღებული არც ერთ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა არ აქვს. თვით ისეთი მძლავრი სახელმწიფოებიც კი, როგორც არის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი, რომლებიც ჩვენთან აქტიურად და გულუხვად თანამშრომლობდნენ, გვაჯილდოვებდნენ
კიდევაც რაღაცეებით შესაბამისი ფინანსური რესურსითაც, ტექნიკური, მატერიალური ბაზითაც ჩვენგანაც ნახულობდნენ სარგებელს და ამაში დასამალი არაფერი არ არის, ისინი წარმალავდნენ ამას. სარგებელს რაში? ინფორმაციით, უძვირფასესი ინფორმაციით, იმიტომ საქართველოს მუდმივად იყო რუსეთის თავდასხმის ობიექტი, მათ შორის კიბერსივრცეში და შესაბამისად მათ ყოველთვის ჰქონდათ ჩვენგან ინფორმაცია, რა ტიპის malware-ს იყენებს რუსეთი ვირუსს მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, იმიტომ რომ იმას, რასაც დღეს იყენებს შენთან, ხვალ გამოიყენებს იქ. ეს იმას არ ნიშნავს მეორეს მხრივ ისევ რომ შემოვატრიალოთ რომ ისინი ჩვენგან ინფორმაციას გაჩავდნენ და ჩვენ არ გვაძლევდნენ. მაგალითად ჩვენ ჩაგვრთეს როგორც არაწევრი ქვეყანა ეს ძალიან ისეთია, რა ქვია, მნიშვნელოვანი დახმარება ნატოს საინფორმაციო ცენტრში, სადაც live რეჟიმში, საინფორმაციო პლატფორმაზე, სადაც პირდაპირ რეჟიმში ხორციელდება ყველა აქტორის მიერ შეტყობინება კიბერთავდასხმაზე. ანუ თეორიულად რო ავიღოთ, თეორიულად კი პრაქტიკულად მარსელის რომელიღაც ბანკზე რომ კიბერშეტევა განხორციელდა, მარსელის ეს ბანკი ვალდებულია ჩააგდოს იქ ინფორმაცია რომ ამ ტიპის კიბერშეტევა იყო, ამ გზით ვრცელდება, მაგალითად ვრცელდება მეილით, რომელსაც ანდრო წერს ერეკლეს რომ გთხოვ გადაიხადო გადასახადი ფიშინგის ფორმა, ხო? ეს იმას ნიშნავს რომ მარსელში რომ ეს და როგორ იკურნება ეს ყველაფერი. ეს იმას ნიშნავს რომ იქ რომ ეს უკვე მოხდა, მე უკვე ვიცი, შესაბამისად ეტლისტ შემიძლია დავაგზავნო წერილი რომ ბიჭებო ანდროს მიღებულ წერილზე რეაგირება არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ფიშინგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 30 ქვეყანა როცა მონაწილეობს და ამ მონაცემებს კრებ, შენ როგორც არაწევრი ქვეყანა, ინფორმაციის გაზიარება კიბერსივრცეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ნუ კადრების გადამზადება კიდე უამრავი სიკეთე, რაც დასავლური პარტნიორებისგან გვახსოვს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალიანსები არის უმნიშვნელოვანესი. ალიანსები კიბერსივრცეში არის უმნიშვნელოვანესი. კი ბატონო. მივედით ხელოვნურ ინტელექტამდე, რომელმაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ზღვა ინფორმაციის მოპოვება არის შესაძლებელი კიბერმეთოდებით და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უკვე ამ ზღვა ინფორმაციის წამებში დამუშავება და შესაბამისი ანალიზის გაკეთება არის შესაძლებელი. ჩვენ ვიცით, რომ რუსები აქტიურად მუშაობენ დასავლური ხელოვნური ინტელექტების მუშაობაში ხელის შეშლას, გაავრცელდა ადრე რა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია, რომ როდესაც ChatGPT იწვრთნებოდა რუსული სპეცსამსახურებით, ცდილობდნენ რომ პრორუსული ინფორმაცია მიეწოდებინა და მართლაც ChatGPT-ის პირველი ვერსია რაც გამოვიდა, უცნაურად პრორუსული განწყობის იყო და ძალიან საინტერესო რუსულ ტერმინოლოგიებს იყენებდა და რუსულ ნარატივებს იმეორებდა, მაგრამ ამის ჩანაცვლება ნელ-ნელა მოხდა. ჩინეთმა პრაქტიკულად ChatGPT-ის საპირწონედ გამოდოუცებ თავისი ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა სატელიტური სადაზვერვო ინფორმაციის გასაანალიზებლად. ნუ ამერიკაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტია, თითქმის ყველა სოციალურ მედიას თავისი აქვს. პრაქტიკულად მე ყოველ შემთხვევაში მრჩება განწყობა, რომ ცივი ომის პერიოდში როგორც იყო ბირთვული შეიარაღების რბოლა, დაახლოებით იგივე ტიპის რბოლა მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. საინტერესოა რა შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა სამხედრო, სადაზვერვო, სპეცსამსახურების მიმართულებით და უფრო დიდი საფრთხე არის თუ სიკეთე არის ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი. ხო, ეგ ბოლო შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. ბოლო შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ მაგრამ მაქვს განწყობა, ყველა სიახლე არის სიკეთისკენ. სიახლე არ შეიძლება ცუდისკენ იყოს. უბრალოდ ეს არის რომ სიახლით სარგებლობენ ცუდი ადამიანებიც. თუ ამას სახელმწიფოების ჭრილში ავიღებთ, ცუდი სახელმწიფოებიც. თეორიულად, პოლიტიკურ თეორიებში ამას ქვია დესტრუქციული აქტორებიც. ეხლა ხელოვნურ ინტელექტს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი მართლაც ნახტომია და თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ. ზოგადად კიბერ შეიარაღება გარკვეულწილად გავს, აი რუსები რო გონკა ვარუჟენიას ეძახდნენ, ხო, მაშინდელი მას ესე იგი შეიარაღების რბოლას, ხო, გარკვეულ მართლაც კიბერ შეიარაღების განვითარება ამას გავს და შემთხვევით არ არსებობს ამგვარი ტერმინი კიბერ არმაგედონი მოგეხსენებათ რაც არის თითქოს და მართლაც არის მოსაზრება, რომ კიბერ ოპერაციის არასწორად გამოყენებას, რაც ტექნიკურად მართლაც შესაძლებელია, შეუძლია სამყარო მართლაც დაასრულოს. იმიტომ რომ მიუხედავად ყველა ლეიერისა, ყველა ფენისა, რაც უკეთდება დამცავი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას,
ადამიანი ხომ ისე ვის არის რაც პირველ დღეს იყო შექმნის პირველ დღეს იყო ხო ამიტომ ადამიანი ისევ მიდრეკილია შეცდომისკენ ამას ჩვენ ვერ გავექცევით ვერსად და ადამიანის შექმნილი მათ შორის ხელოვნური ინტელექტიც ვერ იქნება ადამიანზე აღმატებული ცოტა ფილოსოფიურად თუ მიუდგებით და ფიზიკის კანონიც არის ვერ შექმნის ადამიანი თავისზე უფრო აღმატებულს პერპეტუმ მობილეს ვერ გამოიგონებ ერთ შემთხვევაში ამიტომ ხელოვნური ინტელექტით შეცდომისკენ ყოველთვის იქნება მიდრეკილი ამით იმის თქმა მინდა რომ ბოლომდე ვერ დავიცავთ ჩვენ ატომურ ენერგეტიკას ვერ დავიცავთ კაშხალს აღწერილია შემთხვევები მაგალითად როდესაც ჰაკერი გწერთ წერილს სადაც ანგარიშის ნომერს შეანაცვლებს ხოლმე თქვენსა და ვენდორს შორის მიმოწერისას და თქვენ თანხას ჩარიცხავთ ხოლმე არასწორ მისამართზე, ანუ მისი სახელით გწერთ, ხო? არასწორ ანგარიშზე და რატომ არ შეიძლება მაგალითად თუკი სტაქსნეტის შემთხვევაში შეიცვალა ცენტრიფუგის ბრუნვათა რიცხვი, ჰიდროელექტროსადგურზე შეიცვალოს მეგაპასკალები დაწოლის, ხო? 1-0 მიუწეროთ, რა მოხდება? მოხდება ის, რომ ნახევარი მიმდებარე ტერიტორია წაილეკება, ხო? რატომ არ შეიძლება ურანის გახლეჩვის თქვათ რაღაც რეაქციაში ერთი პატარა ნული წავშალოთ ან დაუმატოთ. უტრირებულად ვამბობ, მიუხედავად იმისა, ქიმიკოსი ვარ ზუსტად ვიცი ეგ ამბები როგორ ხდება, მაგრამ ასე ხო, მაგრამ რატომ არ შეიძლება? ამას რომელი დაცვა უზრუნველყოფს? ვერცერთი დაცვა ვერ უზრუნველყოფს. გასაგებია, რომ ფაირვოლი გვაქვს, რაღაცა გვაქვს, ადამიანი ხო მუშაობს იქ, ხო? ადამიანური შეცდომისგან, სოციალური ინჟინერიისგან, ჩვენ კოგნიტიურზე ვისაუბრეთ, არავინ არ არის დაზღვეული. ზუსტად ამიტომ კიბერ იარაღსაც, ისევე როგორც ატომურ იარაღს, ახლავს ეთიკის აუცილებლობა. ამის გამოუყენებლობის აუცილებლობა. საბედნიეროდ ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციასაც კი, რომელიც ყველაზე ნაკლები პასუხისგებლობის მქონეა, ხო? სახელმწიფოებზე აღარ ვსაუბრობ. არც ტერორისტულ სახელმწიფოებზე, როგორც რუსეთია მაგალითად, ჯერ არ გამოუყენებია კიბერიაღი თვითმფრინავის ჩამოსაგდებად. არა და ადვილია. თუკი ბანკის დაცვის სისტემას ვტეხავთ და JP Morgan-ს ან თქვათ შვეიცარიულ მნიშვნელოვან ბანკს ვტეხავთ, ხა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აეროპორტის უსაფრთხოებაში შეღწევა მათთვის არაფერი არ არის, სავსებით შეაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება საბედნიეროდ და იქნებ არც არასდროს არ მოხდეს. ამიტომ კიბერ არმაგედონი ასე მოსალოდნელი არ არის, იმიტომ რომ რაღაც ეთიკის კანონებს ჯერ კიდე ექვემდებარებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ეს ყველაფერი, რატო ვამბობ ეთიკისკენ, რატო მივყავს? ეთიკა რა არის? ეთიკა არის ადამიანის ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ღირებულება, ხო? რაღაც ღირებულებითი სამყაროა და არ მიღირს, მე ვთქვათ, თქვენგან ტერიტორიის წაგლეჯვა, თუკი ეს გამოიწვევს 10,000 ადამიანის დაყოფას, ოკეი, მიღირს რუსეთი თუ არ, მაგრამ თუ ეს გამოიწვევს მაგალითად 1,5 მილიონისას, აღარ მიღირს, იმიტომ რომ იქაც ადამიანები არიან, რაც არ უნდა ჩვენ გვძულდეს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა და ხელოვნურ ინტელექტს ეგ არა აქვს. ამიტომ აი ეს ავტონომიურად მართული იარაღი ზოგადად, ხო, ავტონომიური ტყვიან ფრქვევი პირობითად ან თქვათ დრონი ან ხელოვნური ინტელექტით მართული ფიშინგ წერილი აღარ შეხედავს მაგალითად რომ ის ტეხავს ატომურ ელექტროსადგურს თუ ტეხავს გიორგის ან ვახტანგის ან რომელიმე მსხვილი ბანკის კაპიტალისტის ფულს, რომელსაც ისედაც ბევრი აქვს და მოდი მოვპაროთ, ხო, ეს აქტივისტური მიზნებით. ამიტომ ეს საფრთხე არსებობს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ანალიტიკურად, რა თქმა უნდა, ძალიან გვეხმარება რომ გავაანალიზოთ თქვათ ჯაშუშურად მოპოვებული ინფორმაცია ან ღია წყაროებით ან ამავდროულად, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთ რაღაცაში ეხმარება თავდამსხმელებს. მაგალითად დააგენერირონ აი ეს გატეხვის მეთოდები, ფიშინგ წერილები პირობითად მაგალითად ისე რომ აღარ დაუშვან ცნობილი შეცდომა. ჩვენ ხო ფიშინგს როგორ ვიცნობთ? ჩვენ ვასწავლით ბავშვობიდან, აი როგორც ხელოვნურ ინტელექტს ვატრენინგებთ, ისე ვატრენინგებთ ბავშვებს, რომ ბავშვებო თუ გთხოვენ ასეთ და ასეთ რაღაცას, არა მერე სტუდენტობის დროს გასწავლით მერე, საჯარო მოხელეობის დროს მერე, მოხუცობის დროს რომ პენსიასთან დაკავშირებულ თქვათ ფიშინგებზეც არ წამოეგოთ, ვატრენინგებთ ადამიანს მუდმივად და ვუგზავნით ამ ანკესებს რაღაც თუ ხელოვნური ინტელექტი ამას ყველაფერს ითვალისწინებს და უკვე ისეც ადგენს წერილს, სადაც ეგ შეცდომები უკვე გათვალისწინებულია და აღარ უჩვენებს თქვენთვის თვალსაჩინო, თქვენთვის თვალშისაცემ
შეცდომებს და ის აღარ განსაზღვრავს ამას კეთილი საქმისთვის აკეთებს თუ ბოროტი საქმისთვის. ანუ მას შეუძლია ძალიან მარტივად გააკეთოს. ისევე როგორც აი ეს დრონები, ხო, ავტომატიზირებული, ქართულად ცოტა ამის ტერმინოლოგია ჭირს, მაგრამ გასაგებია, ხო, ყველასთვის. რაზედაც მაქვს ავტონომიური, ხო, მოქმედი, ხო, ავტონომიური აი ეს შეიარაღება, აი აქ ეს მას ეთიკა არ გააჩნია, მას არ გააჩნია ემპათია. ის არ უყურებს სამშობიაროს ბომბავს თუ რას ბომბავს. შენ შეგიძლია ის დააპროგრამო რაღაცეებზე, მაგრამ ის გადაწყვეტილებას თვითონ იღებს უკვე. გადაწყვეტილებას იღებს ეფექტურობის მიხედვით და ეფექტი ყოველთვის არ არის, ასე ვთქვათ, ემპათიასთან კავშირპირიქით. ეფექტი მან შეიძლება დათვალოს, რომ თუ კი 200,000 ახალგაზრდას ვთქვათ გავანადგურებ, ეფექტი იქნება იქ ალგორითმულად სწორი. ამიტომ ილონ მასკს აქვს ნათქვამი, რომ როგორც აი ჩვენ არ ვითვალისწინებთ ჭიანჭველების ბუდეს, ასე ვთქვათ, გზის დაგებისას და ჩვენი მთავარი მიზანია გზა დავაგოთ და იქ რა ცხოვრობს, როგორ არის, რანაირად არის, არ ვითვალისწინებთ, ხელოვნური ინტელექტი ადრე თუ გვიან ეგეთ გადაწყვეტილებას მიიღო. ამერიკელების ფილმია სულ სხვა სფეროში გადავდივარ, National Geographic-ის ჭიანჭველების მნიშვნელობაზე სოფლიოში, როდესაც ჭიანჭველები გაწყდნენ ერთ ადგილას, აი ამ ადგილიდან დაახლოებით ახლა შეიძლება რიცხვი შემეშალოს, მაგრამ 100 კილომეტრებით დაშორებით რომელიღაც უცნაური მცენარეც კი გადაშენდა, იმიტომ რომ სასიცოცხლო ჯაჭვში ჭიანჭველას ჭამდა რაღაც, იმ რაღაცას ჭამდა რაღაც, მერე კოიოტები გაწყდნენ, მერე ირმები ამოწყდნენ და ირემი ჭამდა იმ ხავს ზუსტად, რომელიც იმ ხეს არ ჩენდა და ასე შემდეგ. ამიტომ ჭიანჭველების უგულებელყოფა არ შეიძლება არც გზის დაგებისას მათ შორის, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოები ექსპერტულ დონეზე და სახელმწიფო დონეზეც იმუშავებენ პასუხისგებლიანი ქცევის წესებს. გაეროს ეგიდის ქვეშ სხვა საქმეა, რომ გაერომ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ ცოტა არ იყოს თავის რეპუტაციაც და გავლენაც დაკარგა, მაგრამ უნდა არსებობდეს ალბათ ბერკეტი, რომელიც არაკოოპერირებად ქვეყნებს, დესტრუქციული ქვეყნები მაქვს ხედველობაში, ირანი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, მეტნაკლებად და ასე შემდეგ უბიძგებს და ვალდებულს გახდის, რომ ეთიკური ნორმებიც დაიცვას ამ თვალსაზრისით. კი. მან ისევ იმ კიბერ პრობლემასთან მივდივართ, ატრიბუტირების პრობლემა, როდესაც დრონი და ამაზე სამეცნიერო სტატიებიც არის დაწერილი. როდესაც დრონი არის სრულად ავტომატიზირებული, მას შეიძლება დავალება მიუვიდეს, მაგალითად, რუსულ დრონს, რომ ნატოს ქვეყანას თავს დაესხას და ის ყოველთვის იტყვის, რომ რაღაცა ჩემი ბრალი არ არის, რაღაც სისტემაში აირია და ამას შეუძლია თუ არა გლობალური კონფლიქტის გამოწვევა. ანუ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ეს სახიფათო და საშიშროებებიც არის. მაგრამ ამ ყველაფერში ერთვება თამაშის თეორიაც, რომ როდესაც ამერიკელები თვლიან, რომ შეიძლება არ იყოს მთლად ეთიკურად სწორი გავაკეთოთ სრულად ავტონომიური სისტემები, ისინი ასევე ითვალისწინებენ, რომ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამას აქტიურად იძიებენ, აქტიურად ცდილობენ ამის შექმნას, იმისთვის, რომ ამერიკაზე მოიპოვონ ზეგავლენა და უპირატესობა და ჩემი შემდეგი კითხვაც ეს არის. შემდეგი 10-20 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ვნახეთ, მე მახსოვს პირველი ChatGPT, რომელიც აი პრაქტიკულად არაფერში სერიოზულში არ გამოდგებოდა და ეხლა გაცილებს 3-4 წლის მანძილზე გაცილებით დახვეწილი, გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობების, აი გავიხსენოთ პირველი გენერირებული ვიდეოები. რაღაც გაუგებარი ფიგურები, ადამიანის არაბუნებრივი. თუნდაც ტექსტები ვერ გაიგებდით რას წერდა, ხო? და დღეს აი სორას ვიდეოები, სორა 2 და 0-ის ვიდეოები რომ ვნახოთ, ChatGPT-ის მიერ გენერირებული სურათები რომ ვნახოთ, ძალიან დიდი ნახტომი არის. თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. რა პრობლემები, შესაძლებლობები იქმნება დიდი და პატარა ქვეყნებისთვის. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი როდესაც გაქვს სათანადოდ განვითარებული და ეხლა ბევრი ქვეყანა უკვე ცდილობს თავისი ხელოვნური ინტელექტით, მათ შორის კიბერთავდაცვის მიმართულებით რო შექმნას. და საქართველოსაც მინდა ვისაუბროთ, რა შესაძლებლობები არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იმ მხრივ, რომ რამენაირად გაათანაბრო შენი შესაძლებლობა მინიმუმ კიბერგანზომილებაში და ხელი შეუწყო უკეთეს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის განვითარებას. ხელოვნური ინტელექტი
ინტელექტი არის ბუნებრივია ჩვენი სამყაროს უახლოესი მომავალი, ხო? იმიტომ რომ 10 და 20 წელი, რომელიც თქვენ ბრძანეთ და რომელიც ახსენეთ, შეიძლება ჩვეულებრივ სამყაროში, იმაში, რომელშიც მე გავიზარდე, მაგალითად, იყო უცვლელობის 2 დეკადა, მთელი მსოფლიო არ განვითარებულა იმ დონეზე, იმ ხარისხით, რა ხარისხით, თქვათ უკანასკნელი 20 წლების მანძილზე, ხო, მთელი 20 საუკუნე შეიძლება იმხელა ნახტომი არ ყოფილა, ხო, რაც ამ ბოლო 20 წლის მანძილზე მოხდა, ну ცოტა ადრე, ბოლო 100 წლის მანძილზე, მაგრამ აი ბოლო 100 წლის მანძილზე არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე მოხდა. ეხლა ჩვენ რო რაღაც ისტორიებს ვიხსენებთ, ეს რაღაც ისტორიები სულ რაღაც 15 წლის წინ, 20 წლის წინ იყო და 30 წლის წინ მაგალითად რომ ადამიანისთვის გეთქვა რომ ტელეფონით სურათის ან ვიდეოს გადაღება იქნებოდა შესაძლებელი, აუცილებლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ჩემ ბავშვობაში ესე იყო ყოველ შემთხვევაში მოხდებოდი აუცილებლად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ტელეფონით მოხდები ვიყავ მე პირველი კომპიუტერი რომ ვნახე მინსკის წარმოების, ალბათ შეიძლება ამ ოთახის ხელაც კი იყო და ეს არ იყო დიდი ხნის წინ, 30 წლის წინ იყო ზუსტად ჩემი სტუდენტობის პერიოდში 91-92 წლებში. აი ეს იყო კომპიუტერი და ამას წინათაც აღარ არის ერთი 10 წლის წინ ამერიკელმა სამხედროებმა აჩვენეს აი ამ ხელა ცელულოიდის კომპიუტერი, იმიტომ რომ ჩიპი არ ქვია, ანუ კომპიუტერი ყველა ფუნქციას ასრულებდა, რასაც მანქანა ასრულებს აბსოლუტურად, აი ამ ხელა აბსოლუტურად. ეგეც 10 წლის წინ იყო, ეხლა აღარ მინახავს რამდენიმე ხანია, როცა ვნახავ, ალბათ უფრო პატარას მაჩვენებენ. ამიტომ აქტიურად ვითა, ხო, ვეღარ იტყვი უკვე, ხო, ამიტომაც შემდგომი მოქმედებები არის ხელოვნური ინტელექტის და ხელოვნური ინტელექტისთვის აუცილებელი, აი სწორედ იმ იშვიათი მეტალების, ნახევრად გამტარების და ამისკენ მიდის მსოფლიოს პოლიტიკა. ამიტომ არის ამერიკის მზარდი ინტერესი გნებავთ ჩინეთის და თუნდაც უკრაინის მიმართ, ხო, თქვა ამაზეა ჩინეთსა და ამერიკას შორის კონკურენცია გნებავთ არქტიკის ათვისებაზე, იქ ხომ ამ მარაგებზეა საუბარი რეალურად, თორე ახლა თავისთავად აღებული არც გრენლანდია აინტერესებს ვინმეს და არც ფრანციოსების მიწა, ხო, მაგრამ იქ არის 30%-მდე მთელი უზარმაზარი მარაგები, ხო, მთელი მსოფლიოში. ამიტომ ეს ახლა რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, პატარა ქვეყნებისთვის ეს არის გადარჩენის საშუალება. ერთი რომ ის იქნება საინტერესო დიდი ქვეყნებისთვის, რომ შექმნან მასთან ალიანსები, ხო, შენ თუ შენი და თვითმყოფად იქნება ამ ხრივ კვლევები და მეორე მტრულად განწყობილი და სტრუქტურული აქტორებისგან, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, რაღაც გათანაბრების საშუალება, იმიტომ რომ ინტელექტი რაოდენობაზე ყოველთვის არ არის, უმრავლესობა ყოველთვის უფრო ჭკვიანი არ არის, ვიდრე პირიქით არის ხოლმე უფრო ხშირად. ამიტომ როგორც წესი ეს პატარა ქვეყნებისთვის საჭიროა. გეპი რა არის პატარა ქვეყნის პრობლემა რა არის ის რომ თანამშრომლობის გარეშე ამას ვერ განავითარებს როგორც სპორტში ხო დიდ ქვეყანას შანსი აქვს რომ სელექცია უფრო ბრაზილიას შანსი აქვს რომ 180 მილიონი ადამიანში შეარჩიოს ფეხბურთელები ხო თუმცა ცოტა ეს გენეტიკურადაც მოსდევთ ამ ფეხბურთის და სამბას მიმართ ხო რაღაცეები ნუ ალბათ რაღაც ბუნებრივი პირობების განაპირობებს მაგრამ პატარა ქვეყანას შერჩევა ნაკლებად აქვს თქვა ჩვენ ყავს 10,000 სტუდენტი ამერიკას თქვა 100 მილიონი პირობითად ხო მაგრამ სწორი თანამშრომლობით ეს ყველაფერი შესაძლებელია. საფრთხეს რაც წარმოქმნის ხელოვნური ინტელექტი? წარმოქმნის ზუსტად იმ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი უმართავი გახდეს. მე უფრო იმ ტრადიციული მოძღვრების მიმდევარი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ ადამიანი თავისზე უკეთეს ვერ შექმნის, მაგრამ უმართავი ნამდვილად შეიძლება გახდეს. იმიტომ რომ უმართავობა არ ნიშნავს, რომ რაღაც თეორიულად ის შენზე უკეთესი იქნება. უბრალოდ შენ შეიძლება იმ დროს ვერ მოახერხო მისი მართვა, რამაც ძალიან დაგაზარალოს, სანამ შენ მოიგონებ, როგორ უნდა მართო ეს, ხო? იმიტომ რომ ის კაცილებით მეტ კომბინაციას ითulis ერთ წუთში ვიდრე შენ. ამიტომ აი აქ რეალური პრობლემაა და ეთიკის უკონლობა, ეს ადამიანურობის უკონლობა, შებრალების უკონლობა, ყველა დაზავება, ანუ ყველა დეესკალაცია, ყველა კონფლიქტის მიმდინარეობს ადამიანურ საწყისებზე, ხო? გვაქვს ინტერესი, ვნება გვაქვს, რომ მეტი ფული მივიღო აქედან, ხო? თქვა ამზავით უფრო მეტ სარგებელს მივიღებ, თქვა შეწოდებით, ამდენი ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს, ხო? ან რაღაც. ეს ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტს არ ეკნება, ის განადგურებისკენ იქნება მიდრეკილი. ამას ვერ ვასწავლით. თუ ამას ვასწავლით, ადამიანიც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კიბერთექნოლოგიების დიდი პატივისმცემელი ვარ, მგონია, რომ კომპიუტერში ადამიანი არ იქნება, რობოტი შეიძლება შეიქმნეს, თქვათ და ამ თვალსაზრისით, ამიტომ აი ეს საფრთხეები არსებობს. თავდაცვა რა არის? განვითარება, განათლება. საქართველოში ამის პოტენციალი არსებობს. ჯერ ერთი გვაქვს ძალიან კარგი სტარტაპ ინფრასტრუქტურა.
და მეორეც ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე საკმაოდ ისეთი კარგი ლაბორატორია, მოდი ესე დავარქვათ, ქართულ უნივერსიტეტებში არსებობს, მაგრამ რაც გამოწვევა აქვს ისევ და ისევ იმ საკითხს რომ დაუბრუნდეთ, რაც კიბერს ცდება, თუმცა კიბერია მაინც ხო, წარმოუდგენელია მანდ ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. საერთაშორისო თანამშრომლობა ვიღაც სიტყვის შეიძლება რუსეთთანაც შეიძლება ჩინეთთანაც ისინი უფრო დესტრუქციულად მოქმედებენ და უფრო მეტი პრობლემა აქვთ მათ ადამიანის უფლებებთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან, ნოუ-ჰაუსთან დაკავშირებით. თვით სტარტაპ ინფრასტრუქტურა, რომელიც ხშირად ხელოვნურ ინტელექტს ამუშავებს ხოლმე, მთელ მსოფლიოში არის დაცვის უმნიშვნელოვანესი ობიექტი, იმიტომ რომ იქ იქმნება ნოუ-ჰაუ და იქიდან ადვილი მოსაპარია, იმიტომ რომ სტარტაპი კიბერუსაფრთხოების მიხედვით ფულს ვერ ხარჯავს. ისედაც გარიჟრაზე ვარ ჩემი საქმიანობის და ახლა კიდე firewall-ის 9 მილიონი სად მაქვს ხო? ან თუნდაც კიბერ თანამშრომლების და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს არის ის არეალი, სადაც უნდა მოქმედებდეთ და სადაც აი ეს საუკეთესო გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ. სამხედროს თვალსაზრისით საფრთხეა, იმიტომ რომ დაუნდობელი იარაღის არამოაზროვნე, როგორ გითხრათ, ცივად მოაზროვნე იარაღის შექმნა შეუძლია, რომელიც არ იქნება ემოციაზე, იქნება ძალიან ეფექტური და ომში ძალიან ეფექტზე ორიენტირებული და ომში და კონფლიქტში ეფექტზე ორიენტირებულობა ნიშნავს ბევრ დაუნდობელ მსხვერპლს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები აქტიურად კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი.